მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტს სახელწოდებით როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ერთხელ უკვე შევეხეთ ერთ-ერთ ჩვენ წინა პოდკასტში ომის ტრანსფორმაციას, დღეს გავაგრძელებთ ამ თემას და ვისაუბრებთ სპარსეთის ყურის ომზე, როგორც პირველ თანამედროვე ომზე. ამ თემაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ისევ ამ თემისთვის საუკეთესო სპიკერი. დღეს ჩვენი სტუმარია სამხედრო შეიარაღების ექსპერტი გიგა ინაშვილი და ვეცდებით წინა ეპიზოდს დავაშენოთ ზემოდან ეს ეპიზოდი და გავავრცოთ უფრო თუ რატომ არის სპარსეთის ყურის ომი, პირველი თანამედროვე ომი თანამედროვე სამხედრო ისტორიაში, ვისაუბრებთ სამხედრო პოლიტიკურ ასპექტებზე, ეკონომიკურ ასპექტებზე და რა თქმა უნდა, რა შეიარაღება იყო გამოყენებული და რატომ ითვლება სპარსეთის ყურის ომი პირველ თანამედროვე ომად. ვიდრე დავიწყებდეთ, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ იაქტიუროთ კომენტარებში მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები და გამოიწეროთ ჩვენი საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube-ის გვერდით. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. ვიდრე დავიწყებდეთ სამხედრო ასპექტზე გადასვლას, მინდა რომ მაყურებლისთვის ცოტა პოლიტიკური კონტექსტი შევქმნათ თვითონ ომისთვის და ვეცდები მაქსიმალურად ჩამოვაყალიბო, როგორ მივიდა ყველაფერი იქამდე, რომ 42 ქვეყნის კოალიცია შევიდა ერაყში და მოახდინეს კუვეიტის განთავისუფლება. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ირანის და ერაყის ომი პრაქტიკულად ახალი დამთავრებული იყო და ერაყი დარჩა ძალიან სუსტი ეკონომიკის ამარად, მათ დარჩათ უზარმაზარი ვალები, 80 მილიარდ დოლარზეა საუბარი, თუ არა მეც რაც იმ დროს საოცარი წარმოუდგენელი თანხები იყო და ეს ვალები ჩამოყალიბდა შერჩა იმიტომ, რომ ირანთან ბრძოლის პერიოდში არაბული ქვეყნები, რომლებიც ასევე სარგებლობდნენ იმით, უნდათ ასე ვთქვათ, ირანის შეკავება, ერაყს კრედიტად აძლევდნენ თანხას, რაც გამოიყენებოდა შეიარაღებისთვის, სამხედრო ხარჯებისთვის და ასე შემდეგ. ომის დასრულების შემდეგ სადამ ჰუსეინმა ჩათვალა, რომ ვინაიდან ერაყმა გააკეთა ის საქმე, რაც ყველასთვის სასარგებლო იყო არაბულ სამყაროში, ეს ვალები უნდა ჩამოეწერათ. სამწუხაროდ მისთვის არაბულმა ქვეყნებმა უარი თქვეს ამაზე და პირიქით დაჟინებით ითხოვდნენ ამ ფულის დაბრუნებას, რამაც ერაყი ძალიან ცუდ და რთულ სიტუაციაში ჩააგდო. ერთ-ერთი ვარიანტი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის იყო ის, რომ ნავთობის გაყიდვის ხარჯზე აღორძინებული იყო, ასე ვთქვათ, ერაყის ეკონომიკა, თუმცა ოპეკი იმ დონეზე აწარმოებდა ნავთობს, რომ საკმარისი არ იყო მისი ფასი ერაყის ეკონომიკური გაუმჯობესებისთვის და ფეხზე წამოდგომისთვის. რასაც პრაქტიკულად სადამ ჰუსეინი საბოლოო ჯამში ვაშინგტონს აბრალებს და ამბობს, რომ არაბული ქვეყნები იმიტომ აწარმოებენ ამ ნავთობს, რომ დასავლეთმა ვაშინგტონმა მათ დაავალა ერაყის ეკონომიკურად განადგურება. რითაც პრაქტიკულად იქმნება მტრის ხატი არაბულ ქვეყნებსა და ვაშინგტონის მიმართ ამ ადამიანების, რომლებიც ერაყში იმ დროს მწვავე ეკონომიკურ კრიზისში არიან. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ის ადამიანები, ვინც ირანის ომიდან დაბრუნდნენ, ის სამხედროები მაინდა-მაინც არ არიან ბედნიერი იმ შედეგით, რაც დადგა. არც ის ბენეფიტები მიიღეს, რაც დაპირებული იყო შესაბამისად, იმიტომ რომ ეკონომიკური სიტუაცია არც ისე ჯანსაღი იყო ქვეყანაში, შესაბამისად სადამ ჰუსეინს ჰქონდა შიში, რომ შიგნით შეიძლება რაღაცა მის ძალაუფლებას პრობლემა შეექმნას. ამ ხრივ მან პირდაპირ მიმართა კუვეიტს, რომელიც იყო მისი მოსაზღვრე ქვეყანა, არის უпростоრეთ ეხლაც მოსაზღვრე ქვეყანა, მიმართა კუვეიტს და წაუყენა 3 მოთხოვნა. ეს არის ვალის გაუქმება, საზღვაო კუნძულების გადაცემა, რომელიც ერაყს ესაზღვრება და ნავთობის პოლიტიკის გადახედვა. ამ კუნძულებს ირანის ომის პერიოდში მათ აძლევდნენ, ასე ვთქვათ, იჯარით სამხედრო ოპერაციებში გამოსაყენებლად, თუმცა სადამ ჰუსეინს უფრო დიდი გეგმები ჰქონდა ამ მიმართულებით, შესაბამისად, რა თქმა უნდა, კუვეიტმა ამაზე უარი უთხრა და სადამ ჰუსეინმა ასე ვთქვათ, დაიწყო ძალების მობილიზება კუვეიტის საზღვარზე.
შანტაჟს არ წამოეგო არც ამერიკა, არც კუვეიტი. მიუხედავად ყველაფრისა ამერიკამ სპარსეთის ყურეში ჩაატარა სამხედრო სწავლება ძალის დემონსტრირების მიზნით, მაგრამ ამ სწავლებიდან რამდენიმე დღეში ამერიკის ელჩი, როდესაც სადამ ჰუსეინი შეხვდა, მან ცოტა უცნაური, ასე ვთქვათ, ისტორიულად უცნაური ამბავი, ანუ წინადადება უთხრა, რომ ამერიკას არ აქვს აზრი რა მოსაზრება არაბულ ქვეყნებს შორის საზღვრების დემარკაციის მიმართულებით. ანუ no opinions on the inter-Arab border disputes ესე უთხრა, რაც სადამ ჰუსეინმა გაიგო, რომ მწვანე შუქი იყო ამერიკიდან, ანუ ისინი არ აპირებდნენ მაინდა-მაინც მკაცრად რომ ჩართულიყვნენ ამ საქმეში. და შესაბამისად მისი მხრიდან ეს აღქმული იყო, რომ მას შეეძლო ანუ ამერიკას არ ეცალა იმ რეგიონის. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას მრავალჯერ ჰქონდა ნათქვამი, რომ ნავთობის წარმოება და ახლო აღმოსავლეთი მისი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი არის, სადამ ჰუსეინმა ჩათვალა, რომ იმ გლობალური პროცესების ფონზე რა პროცესებიც მიმდინარეობდა, ამერიკა მაინდა-მაინც არ იქნებოდა აქტიური, ასე ვთქვათ, კუვეიტის დაცვის მიმართულებით. რაც რა თქმა უნდა ძალიან არასწორი გათვლა აღმოჩნდა მისი მხრიდან. 2 აგვისტოს 1990 წლის 2 აგვისტოს სადამ ჰუსეინი შეიჭრა კუვეიტში და პრაქტიკულად 2 დღეზე მეტი არ დაჭიროებია იმისთვის, რომ მთლიანად აეღო ქვეყანა. ანუ აქ იმას რო თავი დავანებოთ, რომ საერთაშორისო სამართალი ირღვევა ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში შეჭრაში, აქ იყო ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური გათვლები ამერიკის და სხვა გლობალური ძალებისგან. ანუ რო შევხედოთ ნავთობის თვალსაზრისით, ერაყი უკვე აკონტროლებდა ნავთობის დამტკიცებული რეზერვების, ასე ვთქვათ, 10%-ს, კუვეიტი ასევე 10%-ს აკონტროლებდა და შესაბამისად კუვეიტის ანექსიით ერაყმა გაზარდა, გააორმაგა თავისი ნავთობის მოპოვების პოტენციალი, რაც მას აძლევდა მსოფლიო ბაზრის 20%-ს, რაც ძალიან დიდი გავლენა არის ფასებზე, წარმოებაზე და ასე შემდეგ. რაც ისეთი არასტაბილური ლიდერისთვის, როგორც სადამ ჰუსეინი იყო, პრაქტიკულად დაუშვებელი იყო. ამაზე უარესი ხდებოდა მათი გადმოსახედიდან, ანუ დასავლეთის გადმოსახედიდან, მას შემდეგ რაც კუვეიტში შევიდა ჯარები, მათ დაიწყეს გამაგრება, ასე ვთქვათ, ბარიკადების გამაგრება საუდის არაბეთის მიმართულებით, რომელიც იმ პერიოდში 25%-ს ფლობდა მსოფლიო დამტკიცებული რეზერვების, რაც მას პრაქტიკულად საუდის არაბეთის დაპყრობის შემთხვევაში აძლევდა 45-დან 50%-მდე მსოფლიო ბაზრისა, რაც წარმოუდგენლად დიდი ძალაუფლება იქნებოდა არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში. შესაბამისად, ამერიკელებმა და ბრიტანელებმა და პირველად მოხდა, ასე ვთქვათ, ჩემი აზრით, მე მგონი პირველად მოხდა ისტორიაში, როდესაც საბჭოთა კავშირმაც კი მხარი დაუჭირა გარკვეულ რეზოლუციებს და იმ რეზოლუციებს, რომელიც უკვე ძალის გამოყენებას გულისხმობდა, იმაზე თავი შეიკავეს, ანუ არ დაბლოკეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მხარი დაუჭირეს, როცა შეეძლოთ დაებლოკათ და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი დიდი მოკავშირე სამხედრო შესყიდვების თვალსაზრისით ერაყი იყო, იმიტომ რომ ერაყი ყიდულობდა დიდი რაოდენობით საბჭოთა იარაღს. 95% შეიძლება ითქვას საბჭოთა იარაღი იყო და ის 5%-ზე მოდიოდა სხვადასხვა ევროპული სისტემები, შეიძლება ითქვას. მან ერთი მინდა ჩავამოწმო, როგორც ვიცი მე, როგორც მახსოვს, აი ეს ერაყს ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები, რომ ის ნავთობი, რასაც კუვეიტი მოიპოვებდა, კუვეიტის ტერიტორიაზე, მათ შორის საზღვაო ჭაბურღილე, ზღვაში არსებულ ჭაბურღილებზე, მიწისქვეშა დინებებით გადიოდა ერაყიდან და მათი ჰუსეინის აზრით მისი შეჭრა კუვეიტში და მისი პრეტენზიები ნავთობის იმ მარაგზე, რასაც კუვეიტი მოიპოვებდა, კანონიერი იყო. კი, ის ასევე ამბობდა, რომ ეს ისტორიული მიწები არის ერაყის. ეგეც კი და ტერიტორიული თლიანობის აღდგენათაც ასაღებდაო ადგილობრივ მოსახლეობას. ისტორიული მიწები არის, რომლებიც ბრიტანელებმა მოგლიჯეს ერაყსა და შესაბამისად ეს ისტორიული მიწებია და აბსოლუტურად სწორი ხარ. ერაყი კუვეიტის საზღვარზე იყო რამდენიმე ნავთობის მოპოვების საბადო და იგი აბრალებდა, რომ
იმ პერიოდში არ ვიცი ქართულად როგორ არის slanted მოპოვება, ანუ 45-30 გრადუსიან ირიბი და ჩვენ ტერიტორიაზე შემოდიან და ჩვენ ნავთობს იპარავენ. ეს იყო ერთ-ერთი ნარატივი, რომელსაც იყენებდა ომის კაზუსბელის შექმნისთვის. იგი და საბოლოო ჯამში შანტარს რო არავინ არ წამოეგო, მან გადაწყვიტა შეჭრილიყო. საბჭოთა კავშირმაც ასე ვთქვათ არ შეაფერხა, იმიტომ რომ იმ პერიოდში ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა თვითონ საბჭოთა დაშლის პირას. საბჭოთა კავშირი უკვე იშლებოდა და კი ბატონო და სხვა რაღაცებზე იყვნენ ორიენტირებულები. კი, გორბაჩოვს იმედი ჰქონდა, რომ იმ ეკონომიკურ პრობლემებს მოაგვარებდა დასავლეთთან ინტეგრაციის და ბაზრის გახსნის მეშვეობით და ამიტომ დათმო მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი შემსყიდველი იყო საბჭოთა იარაღის და კარგი მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა, დათმო პრაქტიკულად ერაყი და არ შეუშალა ხელი გაეროს რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებდა სადამ ჰუსეინს, რომ 15 იანვრამდე თუ არ დატოვებდა იგი 91 წლის 15 იანვრამდე თუ არ დატოვებდა იგი კუვეიტის ტერიტორიას ყველანაირი პირობების გარეშე, მაშინ კოალიციის ძალებს ექნებოდათ ლეგიტიმური უფლება, რომ შეჭრილიყვნენ ერაყში. და პრაქტიკულად მივედით ასე ვთქვათ, ზოგადი მიმოხილვა პოლიტიკური ვფიქრობ ახლა ძალიან სიღრმეებში არ ჩავსულვართ, მაგრამ კონტექსტი ჩემი აზრით შექმნილია და უკვე 17 იანვარს 91 წლის სრულდება Desert Shield-ი და იწყება უკვე Desert Storm. და Desert Shield-ი უდაბნოს ფარი იწყება 7 იანვარს, ხო? 7 აგვისტოს 90 წლის, ანუ რამდენიმე დღეში იწყება ამ ერაყის შეჭრიდან რა. შეჭრიდან რამდენიმე დღეში, კი. შესაბამისად, საბოლოო ჯამში 42 ქვეყნის კოალიცია შევიდა ერაყში. მე ვფიქრობ, რომ დავიწყოთ, ანუ პოლიტიკური შესავლის შემდეგ, კარგი იქნება იმ ცოტა მიმოვიხილოთ ის ლოჯისტიკური შესაძლებლობები და ის ლოჯისტიკური გეგმები, რაც ჩაერთო, ასე ვთქვათ, უდაბნოს ფარის ოპერაციაში და შემდეგ უკვე გადავიდეთ Desert Storm-ზე და ვისაუბროთ უკვე ძირითად სამხედრო მოქმედებებზე. ხო, რეალურად ეს Desert Shield-ი ოპერაცია შეიძლება დავარქვათ, კი ერქვა ოპერაცია, მაგრამ მისი დიდი ნაწილი ლოჯისტიკური ნაწილი იყო და რეალურად ეს იყო მოსამზადებელი სამუშაოები, გლობალური მოსამზადებელი სამუშაოები, ასეთი მასშტაბური ოპერაციის ზურგის უზრუნველყოფად, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფისთვის და შეიარაღებით უზრუნველყოფისთვის. ასეთ შორ მანძილზე ასეთი რაოდენობის ტექნიკის გადასვლა, მანამდე ახლა რაღაც პარალელი შედარება რო გავაკეთოთ, რა ვიცი, ამ შეერთებული შტატების მხრიდან ნორმანდიის დესანტი, ხო? ევროპა საფრანგეთის ნორმანდიის დესანტი, რომელიც ნუ მასშტაბებით კიდევ უფრო დიდი იყო ტექნიკის რაოდენობით, მაგრამ თუ სიტყვაზე შევადარებთ თანამედროვეობას, თანამედროვე ტექნიკის შესაძლებლობებს სიტყვაზე და მეორე მსოფლიო ომის პერიოდს, რაღაცეებით ეს უფრო მასშტაბური შეიძლება, რა თქმა უნდა, ისეთი მასიური საჰაერო დესანტ ოპერაცია აქ არ ყოფილა, იქ აქცენტები ცოტა თვითონ მასშტაბები სხვა იყო და ხო, მასშტაბი სხვა იყო, ნიშნულობაც სხვა იყო მაშინ, მაგრამ ზოგადად გადასროლილი ძალების საერთო საბრძოლო პოტენციალები ესე პირდაპირ არ შეიძლება შედარება, მაგრამ ირიბად რო შევადაროთ, ძალიან დიდად არ ჩამოუვარდებოდა მოკლედ ამ შემთხვევაში. ესე იგი, ლოჯისტიკური კუთხით ამ თანამედროვე ძიმე სამხედრო ტექნიკის გადასროლის გარკვეული გამოცდილება, მცირე მასშტაბით, რა თქმა უნდა, ქონდა შტატებს, მაგრამ ძირითადად ეს შემოიფარგლებოდა ევროპის მიმართულებაზე სხვა სწავლების ფარგლებში ტექნიკის გადმოსულით და ეხლა ახლო აღმოსავლეთში ასეთი მასშტაბური საარმიო გაერთიანების დონის ოპერატიული გაერთიანებისთვის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური მარაგების გადმოსრულის გამოცდილება, რა თქმა უნდა, არ იყო. ძალიან დიდი რაოდენობით საფრენი აპარატები, დიდი რაოდენობით მცურავი საშუალებები იქნა ჩართული და აქ გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები და ისეთი ნიუანსები, რომლის შემდგომ გამოსწორებაზე უკვე ამ პერიოდიდან დაიწყო აქტიური მუშაობა, მაგალითად, მაგალითისთვის რო თქვა, არტილერიის კუთხით შეერთებული შტატების
საზღვაო ძალებს, საჰაერო ძალებს ძალიან გაუჭირდათ M270 MLRS-ის სალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების და მათი რაკეტების მარაგების დროული გადმოსწოლა რეგიონში და ძალიან აქტუალური გახდა აერომობილური სისტემების შემუშავება მაგ პერიოდიდან, როგორც არის დღესდღეობით თანამედროვე HIMARS-ი. აერომობილური თვითმფრინავებით გადასროლადი HIMARS-ი, რომელიც მემკვიდრე და ბიძაშვილი არის ამ M270-ის, ხო, იმ პერიოდში HIMARS-ი. ანუ იმ დროინდელმა პრობლემებმა, ასე ვთქვათ, ახალი ტექნოლოგიების რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული გავლენა იქონია და აი ეს 2003 წლის ოპერაცია უკვე ერაყის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, აქაც ლოჯისტიკას უდიდესი დატვირთვა ჰქონდა და ძალიან ბევრი მიმართულებით საერთოდ სხვანაირი მიდგომები და ძალიან ბევრი რაღაცა გამოსწორებული იყო შეერთებული შტატების არმიის ლოჯისტიკაში. ოპერაცია უდაბნოს ქარიშხლის პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა გვარიობას და სახეობას თავისი დოქტრინა აქვს და 91 წლისთვის ოპერაცია უდაბნოს ქარიშხლის პერიოდში ისევ დოქტრინალურ დონეზე, ტაქტიკურ დონეზე, ოპერატიულ დონეზე სამოქმედო გეგმები რო ავიღოთ, ისევ ცივი ომის პერიოდის ტაქტიკით მუშაობდა შეერთებული შტატების არმია, იმის მიუხედავად, რომ ტექნოლოგიურად მკვეთრად იყვნენ წინწასულები, იგივე რაღაც მეორე მსოფლიო ომზე არ მაქვს საუბარი, ვიეტნამის ომი რო ავიღოთ, მანამ კორეის ომი და ვიეტნამის ომი უფრო, ხო? ვიეტნამის ომსა და მეორე მსოფლიო ომს შორის ბევრად უფრო ბევრი იყო საერთო ტექნოლოგიურადაც ოპერაციების დაგეგმარების და ჩატარების კუთხითაც, ვიდრე ვიეტნამის ომსა და დეზერტ შტორმს შორის მკვეთრად წინ იყო წაწეული შეერთებული შტატების არმია. ეხლა ძალიან უმნიშვნელო დეტალებში აღარ გადავალ, თუმცა ეს 5 თვე იყო რეალურად, ხო, ეს 5 თვიანი პერიოდი იყო, რაც ამ ტექნიკის გადასროლას ძირითადი ნაწილი საუდის არაბეთში იყო. ამ 5 თვის განმავლობაში დროის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, მოხმარდა სახმელეთო ტექნიკის გადასროლას, მაგრამ ცალკე იყო საზღვაო ძალები, US Navy, რომელიც საკუთარი პლანტის სხვადასხვა წერტილში არსებული ფლოტებიდან საკუთარი საზღვაო ხომალდების გადასროლას ახდენდა. პრაქტიკულად ეს იყო ბოლო ომი, თუ არ ვთქვით, ბოლო ომი იყო, სადაც მაგალითად შტატების საზღვაო ძალებმა გამოიყენა ლინკორები, ანუ სახაზო კრეისერები, მისური და აიოვა მაგალითად, ისეთ ტიპის კრეისერები, რომელიც აი ცივი ომის პერიოდზე კიდევ უფრო ძველი მეორე მსოფლიო ომის პერიოდის იგივე დოქტრინით იყვნენ აგებული ეს ხომალდები, როგორც ცნობილი გერმანული ბისმარკი, ხო? ესე იგი და ამ გემების გამოყენება ტექნიკა მაინც იყო. ხო, ანუ დიდი ზომის კრეისერები, სადაც ძირითადად საცეცხლე ძალას წარმოადგენდა სრულკალიბრიანი საზღვაო ქვემეხები, ხო? თუმცა ჰიბრიდულად იყენებდნენ ამ ხომალდებს და იყო შემთხვევები, რომ აი ამ ლინკორებიდან, აიოვადან და მისური გამოიყენებოდა, მისურის გემბანიდან, კიჩოდან უკანა მხრიდან მოწყობილი ჰქონდათ მაგალითად იმ პერიოდისათვის შეერთებული შტატების შეიარაღებაში არსებული დრონები, პირველი სადაზვერო დრონები, პიონერები, RQ-2 პიონერები და აი ამ უკვე გადავდივართ ამ პიონერის ხსენებით უკვე იმ ასე ვთქვათ იმ ნაწილზე ჩვენი პოდკასტის იმ ნაწილზე, რასაც ქვია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. ანუ ნაწილობრივ შენ შეეხე იმ კითხვას, ჩემ შემდეგ კითხვას. როდესაც ვუყურებთ ამ მე-20 საუკუნის ომებს, რა, ვიეტნამის ომი, კორეის ომი და ვადარებთ უდაბნოს ქარიშხალს, ხო? რა გამოარჩევს უდაბნოს ქარიშხალს, როგორც ამბობენ, გარდამტეხ მომენტს ცივი ომის პერიოდის ომებიდან თანამედროვე ომამდე. ესე იგი, ომების თაობებთან დავაკავშიროთ, ხო? მეორე მსოფლიო ომი იყო ომი, სადაც ეს მეორე მსოფლიო ომი იყო ტიპიური, მესამე თაობის ომი, სადაც ხდებოდა მანევრული ოპერაცია ჯავშან ტექნიკის, მექანიზებული ძალების, ქვეითების და მექანიზებული ძალების ერთობლივი მუშაობით. მანევრული ომის წარმოება ხდებოდა ბლიცკრიგის ოპერაციები, რა თქმა უნდა, იყო ხაზოვანი ტაქტიკით ბრძოლები, ისეთები, როგორც პირველი მსოფლიო ომის ახასიათებდა, მეორე მსოფლიო ომის ძირითადი ნაწილი ტაქტიკურ დონეზე ესეთი იყო, სანგრიდან სანგრებში ბრძოლა, მაგრამ იყო, რა თქმა უნდა, ჯავშან სატანკო მანევრები, გარღვევითი ოპერაციები, ფლანგური შემოვლები და ეს ტაქტიკა გრძელდებოდა უკვე 80-იანი წლების ბოლომდე. ესე იგი, მეორე-მესამე თაობის ომების ჰიბრიდი იყო ერთგვარი და ეს ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალი
ძირითად ნაწილში დაგეგმარების ტაქტიკურ დონეზე, ოპერატიულ დონეზე დაგეგმარებისა და მართვის კუთხით იყო კლასიკური კონვენციური მესამე თაობის ომი, მაგრამ უშუალოდ ქვედა დონეზე შესრულებაზე, როდესაც არის საუბარი და გამოყენებულ ტექნიკური საშუალებებზე და მათ შესაძლებლობებზე, მოიცავდა მეოთხე თაობის ომისათვის დამახასიათებელ ელემენტებს. ესე იგი, უდაბნოს ქარიშხლის ოპერაციაში პირველად ჩნდება უკვე ბრძოლის ველზე თანამედროვე ბრძოლის ველისათვის განუყოფელი ისეთი სისტემა, როგორც არის გლობალური ნავიგაციის სისტემა GPS-ი, ხო? რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წლის გაშვებული იყო შეერთებული შტატების არმიაში და მთელი რიგი მიმართულებით ჯერ კიდე იტესტებოდა და მთელი რიგი სისტემები, რომელიც დღეს GPS-ზე მუშაობენ, ჯერ კიდე შექმნილიც არისო რა. მთელი რიგი საბრძოლო ზუსტი საბრძოლო მასალების სახეობები, ხო? GPS-ი ამ ომში გამოიყენებოდა ნავიგაციისთვის, ცეცხლის მართვის სისტემებისთვის, სისტემების ერთ-ერთ კომპონენტად თვითონ საცეცხლე მანქანების ნავიგაციისთვის, პოზიციონირებისთვის, დამიზნება პოზიციონირებისთვის, ასევე აქტიურად იყენებდნენ ამ ომში უკვე GPS აინესებს, რაც თანამედროვე артиллерияში, საჰაერო თავდაცვაშიც განუყოფელი ელემენტი არის ცეცხლის მართვის სისტემის და დღესდღეობით თანამედროვე სისტემები GPS-ის და აინესის ინტეგრირებული ბლოკების გარეშე წარმოუდგენელი არის და იყენებდნენ ასევე პირველად დაიწყეს გამოყენება ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალების, ანუ იმ საბრძოლო მასალების, რომელიც უკვე მასიურად იყო ათასობით წარმოებული და საჰაერო ძალებს ჰქონდა შეიარაღებაში. GPS დამიზნების ბომბები, J-დან ბომბები, რასაც ქვია და დღესდღეობით აქტიურად იყენებენ. ამ ბომბების წინაპრები, სასდელი ნიმუშები რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ გამოიყენეს ამ ომში ტესტირების რეჟიმში, მაგრამ ამასთან შედარებით ბევრად უფრო დიდი რაოდენობით და აქტიურად იყენებდნენ ლაზერული დამიზნების ბომბებს. PVV-ის სერიის ბომბებს იყენებდნენ, GBU-27 ტიპის ბომბებს იყენებდნენ და ამ ომში გამოიყენეს ასევე პირველად GBU-28 ბუნკერბასტერი. წინაზე მე მგონი წინა პოდკასტში შევეხეთ, ხო, ამ ბუნკერბასტერებს და თქვი მანდაც ამ ირანი იქნება, ხო, ეს ისრაელისა და ირანს შორის მიმდინარე წინა თვეში რაც იყო, მაგის ფარგლებში ძალიან აქტუალური გახდა ეს ბუნკერბასტერი ბომბები და ბევრმა მიიღო ამაზე ინფორმაცია. ეს GBU-28 იყო პირველი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი, რომელიც სწორედ ამ ომის ოპერაცია უდაბნოს ქარიშხლის დაწყების შემდეგ სულ რაღაც ორ კვირაში დაამზადეს შეერთებულ შტატებში. თუ სწორად მახსოვს იმ პერიოდში სადამ ჰუსეინის ყველაზე დიდი იმედი რისიც ჰქონდა იყო, რომ მისი სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბუნკერებში იყო განთავსებული და მას ვერ წარმოედგინა, რომ სამხედრო მეშვეობით, ანუ საჰაერო დაბომბვებით შეიძლებოდა ამის განადგურება და როგორც მე ვიცი, ძალიან მალევე ამერიკის ჯარმა დაიწყო ბუნკერბასტერებზე მუშაობა, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ ეგ იყო გრავიტაციის ცენტრი. არ ქონდათ მანამდე ომის დაწყებამდე არ მოიაზრებოდა ბომბების გამოყენება, ფიქრობდნენ, რომ ტომაჰავკებით და სხვა ტიპის საბრძოლო მასალებით, ტომაჰავკის ტიპის თურქული რაკეტებით და სხვა ბომბებით გაანეიტრალებდნენ ამ ბუნკერებს, მაგრამ აღმოჩნდა ომის დაწყების საბრძოლო მოქმედებები თუ არ ვთქვი გაგრძელდა 40 დღეზე მეტი, 42 დღე გაგრძელდა მთლიანობაში თუ 42 დღე. ესე იგი 17 იანვრიდან 28 თებერვლამდე, 24-დან 28 თებერვლამდე იყო სახმელეთო კომპონენტი ის 100 საათიანი და მანამდე იყო ავიაციის მოქმედება. ესე იგი ამ ავიაციის 17 იანვრიდან მოყოლებული რაც დაიწყო ავიაციამ მუშაობა, აქტუალური გახდა ეს ბუნკერბასტერები და ძალიან ისე ნაშკარევად დააპროექტეს შტატებში, მის წარმოებელ ქარხანაში და ბომბების კორპუსებად გამოიყენეს 203 მმ-იანი საარტილერიო ლულები, რომელიც ბევრი ქონდა. თქვენ წინაზე ვილაპარაკე ხო ამაზე? არა, ამაზე არ ვილაპარაკე, მაგრამ მაგის თქმა მინდოდა, რომ არტილერიის ლულა იყო გამოყენებული, როგორც GBU-28 ბომბი, დღესდღეობით რა თქმა უნდა მისი კორპუსი ცალკე მზადდება სპეციალურად ამ ბომბისთვის, მაგრამ მაშინ ძალიან ისე ეჩქარებოდა და მისი კორპუსი ესე მარტივად დასამზადებელი და ის არ არის ჩვეულებრივი ფოლადი დამზადდება, მარაგებში არსებული და ჩამოწერილი M100 ტიპის, M107-ების გამოიყენეს და M100 ტიპის თვითმოვალი ქვემეხების ლულები გამოიყენეს. ეს M100-ები არის ამერიკული ანალოგები საბჭოთა პიონების, ჩვენც რო ყავდა შეიარაღებაში, ხო? 203 მმ-იანი მძიმე შორსროლილი ქვემეხების და მისი ერთი ლულიდან მე მგონი 2 ცალი ბომბის კორპუსი გამოდიოდა, როგორც მახსოვს და გარკვეული რაოდენობა GBU-28-ის რაც გამოიყენეს, აი ამ
ბომბების корпуსები ამ ჟულების გამზადდებოდა და ამ ზუსტი დამიზნების კიტებს და ფრთებს და ფრთასაჭებს არგებდნენ ბომბზე, ლულის გაჩარხვა ხდებოდა და შემდეგში ხდებოდა ჩადება შიგნით ფეთქებად ნივთიერების, რომელიც პირველად ნიმუშებში GBU-28-ის ჯავშანგამტანობა არა, უფრო სწორედ ბეტონგამტანობა რამდენი იყო მაინც და მაინც ზუსტი ცნობები ამაზე არ არის, მაგრამ თანამედროვე ნიმუშები რაც არის დაახლოებით 6 მეტრის სისქის 5-6 მეტრის რკინაბეტონის გატანა შეუძლია. აქაც გააჩნია რკინაბეტონში რა მარკის ცემენტია გამოყენებული, რა პროცენტულობით არის არმატურა გამოყენებული და ბევრ ესეთ რა ავიაციით აკეთებენ. რაც შეეხება ავიაციას. მოდი აი სანამ ავიაციაზე გადავალთ, ტაქტიკაზე ვილაპარაკოთ, როგორ დაიწყო ეს აი რაღაც წვეტები რო არ გამოგვივიდეს შეასრულო, ხო? უდაბნოს ქარიშხალი იყო ის პირველი ომი, სადაც რა თქმა უნდა გამოყენებული იყო ეს მაღალ ტექნოლოგიური შეერაღება, მაგრამ იყო ის პირველი ომი, რომელიც არ დაწყებულა მასიური სახმელეთო შეტაკებებით რა. მეორე მსოფლიო ომი მანამდე რა თქმა უნდა სახმელეთო კომპონენტით დაიწყო და მას ხარს უჭერდა ავიაცია, მაგრამ დეზერტ შტორმი ამ შემთხვევაში მაინც და მაინც ის ლოკალური ომი არ იყო, რეგიონალური მასშტაბის ომი დავარქვათ, ხო, დიდი ომი იყო საკმაოდ, ლოკალური ომები კიდევ უფრო პატარა ომები არის. ესე იგი დაიწყო ამერიკული მხრიდან, კოალიციური მხრიდან, რა თქმა უნდა კოალიციური ძალები იყო, მაგრამ დიდი წილი მაინც შეერთებულ შტატებზე იყო და სხვა ქვეყნებს მონაწილეობა რომ არ მიიღოთ, შედეგი მაინც იგივე დადგებოდა, მოკლედ იმის თქვა ვინდა იმდენად დიდი იყო წილი. ესე იგი ბრიტანელებს ძალიან ეწყინება. ხო, მაგრამ ხო იყო რა თქმა უნდა მათი წილიც, მაგრამ ეხლა რო არ მიიღოთ მონაწილეობა მთელი ქვეყნებს, ეხლა ძალების დამატება პრობლემა არისო, ან ის ძალები რაც ამერიკელებს ყავდათ შეყვანილი, ეგეც საკმარისი იქნებოდა, არ იქნებოდა დიდი პრობლემა. ესე იგი დაიწყო ავიაციის და ფრთოსანი რაკეტების მასიური გამოყენებით, სხვადასხვა ხომალდებიდან, კრეისერებიდან, საესკადრონო აღმოსნებიდან მასიურად გაუშვეს ასეულობით ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტა. პირველ რიგში სამიზნეები იყო, რა თქმა უნდა, ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამ საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურების შემდეგ რამდენიმე საათიანი მასიური დამუშავება ამედიოდა, პირველ ეტაპზე უკვე ჩაერთო ავიაცია. ესე იგი, ავიაცია პირველ ეტაპზე ჩაერთო ვერტფრენების სახითაც, ჩრდილოეთი ერაყის ჩრდილოეთიდან აპაჩებმა 8-დან 12 ერთეულამდე აპაჩი იყო, ჩრდილოეთიდან შეაღწიეს დაბალ სიმაღლეზე და ერაყის საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური სადგურები და საზენიტო სარაკეტო სისტემები გაანადგურეს. ასევე ხმელეთზე მუშაობდა შტატების სპეციალური ოპერაციების ძალები და ბრიტანული ნელების და სასის ჯგუფებიც იყო შესული და ესენი დივერსიულ აფეთქებებს აწყობდნენ, ასევე მიზნების მონიშნვას აკეთებდნენ ტომაჰავკებისთვის და სხვადასხვა საბრძოლო მასალისთვის და ასევე პირველი საათებიდან ერთვება უკვე ნაითოუკები, F-17 ნაითოუკები. ესე იგი 17 იანვრიდან 24 თებერვლამდე იყო პერიოდი, როდესაც ავიაციამ პრაქტიკულად მოასუფთავა. იყო შემთხვევები артиლერიითაც ზღვიდანაც ის ლინკორები რომელიც სანაპიროსთან დგას ზღვიდანაც სანაპირო დაცვის ასე ვთქვათ სხვა ქვედანაყოფებს ურტყავდნენ და ბომბავდნენ და საკმაოდ სიღრმეებშიც მოახდინეს საარტილერიო დამუშავება თუმცა საზღვაო ძალების კუთხით ძირითადი ჩართულება მაინც ისევ და ისევ ეს იყო ფრთოსანი რაკეტების გამოყენება მოასუფთავეს ერაყის საერთაშორისო სისტემები ძალიან დიდი რაოდენობით იქნა განადგურებული, ასევე ჯავშან ტექნიკა. რა სისტემები ქონდა ერაყს? ჯავშან ტექნიკა ასევე, მაგრამ ძირითადად მაინც უფრო ეს საჰაერო თავდაცვის PVO სისტემები, რომ ავიაციის ძირითად ნაწილს უპრობლემოდ ეფრინა. ესე იგი, რა სისტემები ქონდათ? დავიწყოთ ქვედა დონიდან, ესე იგი, სტრელაურები იყო, ხო, საბჭოთა სტრელაურები ქონდათ, სტრელა 3-ები ქონდათ გადასატანის სისტემებიდან. იგლები ქონდათ თუ არა ამაზე დიდად ინფორმაცია არ არის, მე მგონი იგლები არ ქონიათ, სტრელები იყო ძირითადად, ჩინური მამპადები ქონდათ ასევე სტრელას კლონები, რადიოლოკაციური სადგურები, P-18-ები ქონდათ, ასევე ქონდათ სხვადასხვა ტიპის საბჭოთა სიმაღლის, რადიოსიმაღლის მზომები, კასტა 2-1-იც ქონდათ, ეს დეციმეტრული დაბალ სიმაღლეზე მოქმედი რადარი არის, ST-68U ტიპის, იგივე 19J6 ტიპის რადარები ქონდათ და ბევრი ძალიან ბევრი ძირითადად საბჭოთა წარმოების და ჩინური ხო რადარები უფრო საბჭოურები ქონდათ ასევე კვადრატები კვადრატი არის
საექსპორტო კონფიგურაცია კუბის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემის, საბჭოთა კუბის ამ რაკეტიანი ბუკის წინაპარი რაც არის, კვადრატები ქონდათ ასევე S-75-ები ქონდათ, S-125-ებიც იყო, S-75-ებიც ქონდათ სტაციონარული საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, ნევას კონფიგურაციაში ქონდათ S-125-ები, S-300 და მსგავსი სისტემები, ამ ბუკი ესენი არ ქონიათ, ასევე შეერაღებაში ქონდათ ფრანგული კროტალები, რომელიც დიდად ვერ ამუშავეს და ერაყის შემდეგ საფრანგეთს აბრალებდა იმას, რომ თანამგზავრებიდან გაგვითიშესო ეს კროტალებიო, რეალურად ამის შესაძლებლობა ნაკლებად იყო, რეალურად მოხდა ის, რომ ალბათ ფრანგულმა მხარემ მიაწოდა ოპერაციის დაწყებამდე შტატებს ამ კროტალის რადიოლოკაციური სადგურების და რაკეტის გამიზვნის ანტენები, რაც იყო, რაკეტის გამიზვნის და მართვის ანტენების სამუშაო სიხშირები და უბრალოდ ჩაახშეს რა. ნუ დაახლოებით იგივე გააკეთეს, რასაც აბრალებდნენ. ხო, პროულერის ტიპის საზღვაო ბაზირების ჩამხშობითი ფრინავები აქტიურად გამოიყენებოდა. ეს პროულერი ცოტა მოძველებული ავიამზიდებზე ბაზირებული ჩამხშობითი ფრინავი არის და კიდე სხვა ჩამხშობითი ფრინავებიც გამოიყენებოდა, მაგის F-111-ის ბაზაზე არსებული ჩამხშობითი ფრინავები, საჰაერო ბაზირების რები მოკლედ და მაგებმა გადაახშეს ეს ერაყული საჰაერო თავდაცვის შედარებით საშიში ელემენტები რაც იყო და მოკლედ პირველ ეტაპზე ძირითადი მიზნები რაც იყო ეს F-17 ნაითჰოუკებით გაანადგურეს. ნაითჰოუკის გამოყენება აქ პირველი შემთხვევა იყო რომ ომში გამოიყენეს ეს პირველი სტელს ბომბდამშენი რომელიც დღემდე ეს თვითმფრინავების ერთგვარ სიმბოლოდ ითვლება, მანამდე ეს ჩამოგდებული არც გამოყენებული იყო და არც ჩამოუდია თამაში. ეს ერთადერთი ჩამოგდება იუგოსლავიაში რაც დაფიქსირდა ეს იყო, ხო? ნაითჰოუკებმა ძალიან ბევრი სამიზნე გაანადგურეს, მათ შორის GBU-28-ით ჩამოყარეს ნაითჰოუკებმა და სხვა ტიპის ბომბებიც, განსაკუთრებით ამ ერაყის არმიის სამხედრო მართლობაზე ნადირობდნენ ნაითჰოუკები, მას შემდეგ რაც საჰაერო თავდაცვას გამოუყვანეს წირვა, ხო, ასე თუ ისე, და როგორც კი მეტნაკლებად მკვდარი ზონები გაჩნდა და ჩვეულებრივი თვითმფრინავებით შესაძლებელი გახდა დაბრუნება, დაიწყეს უკვე ჩვეულებრივი საფრენი აპარატების გამოყენება. იყენებდნენ იმ პერიოდში ჯერ კიდევ შეიარაღებაში არსებული F-111-ებს, ეს ტაქტიკური საფრონტო ბომბდამშენები იყო, აი საბჭოთა Su-24-ის ანალოგი შეიძლება დაუძახოთ. იყენებდნენ F-15-ებს სხვა მოდიფიკაციაში იყენებდნენ იმ პერიოდში ჯერ კიდევ შეიარაღებაში არსებულ ვერტიკალური აფრენის თვითმფრინავებს, ჰერიერებს AV8 კონფიგურაციაში, ბრიტანული ჰერიერის ამერიკული კონფიგურაცია, რომელიც საზღვაო ქვეითთა კორპუსს ჰყავდა და საჰაერო ძალებსაც ჰყავდა გარკვეული რაოდენობა. F-18-ების გამოყენებაც დაფიქსირდა, ოღონდ ისეთი მასშტაბური არ იყო, F-16-ებსაც იყენებდნენ, რა თქმა უნდა, A10 Thunderbolt 2-ები ჩვენებური Su-25-ის პირდაპირ ანალოგი და მეორე მოიერის შემოვლად ორი მოიერის შემოსოფლიოში Su-25 და ამერიკული A10 Thunderbolt და A10-მა ერაყის სახმელეთო ჯარებს რაღაცა არანორმალურად დიდი ზიანი მიაყენა, გემახსოვრება ის ქუვეითიდან რომ გადიოდა ერაყული კოლონები და ტრასებით და პირდაპირ ზემოდან ნადირობდნენ კოლონებზე, ხო და A10-ების გამოყენება საკმაოდ შედეგიანი გამოდგა. იყენებდნენ ასევე სტრატეგიულ ბომბდამშენ B-52-ებსაც, ოღონდ ეს უკვე ბოლოსკენ, მას შემდეგ რაც პრაქტიკულად სრულად გაანადგურეს მოქმედი ნაწილები ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემის. განსაკუთრებით აი აქ კიდე მინდა ვახსენო ის აპაჩების როლი ჩრდილოეთიდან რომ მოხდა შეჟონა დაბალ სიმაღლეზე, ეს იყო საარმიო ავიაციის, საარმიო დამტმელი ვერტფრენების გამოყენების ისეთი კლასიკური მაგალითი, როდესაც გაშლილ სივრცეში, გაშლილ რელიეფზე ვერტფრენებმა მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენეს და მანამდე დამტმელი ვერტფრენების ესეთი ეფექტური გამოყენების შემთხვევები არ ყოფილა. ესე იგი, საბრძოლო მასალების კუთხით ძირითად ნაწილში გამოიყენებოდა უმართავი ბომბები, მაგრამ მართვადი ბომბების კუთხით წეღანაცვლილ ლაპარაკი ამაზე ძირითადად ლაზერული დამიზნების კიტებით გამოიყენებოდა და მცირე რამდენიმე შემთხვევა იყო მოკლედ GPS დამიზნებადი ბომბების გამოყენებისა. ესე იგი, საბრძოლო მასალის გარდა ძირითადი სიახლე წეღან GPS-ზე რო ვილაპარაკეთ იყო ის, რომ ამ ომში პრაქტიკულად შტატებმა პირველად გამოიყენა ქვედანაყოფების და შენაერთების შემადგენლობაში ქვედანაყოფების მართვის ერთიანი ქსელური სისტემა, რასაც დღესდღეობით ეს C2, C3, C4 წარმოადგენს. ეგ არის ჩემი შემდეგი კითხვა, რომ ამ ეხლა შენ რაც ჩამოთვალე, ეს არის
პრაქტიკულად თანამედროვე, მაგაზე ვსაუბრობ ზუსტად, რომ ეს არის თანამედროვე, რომელიც მოიცავს ძალიან დიდი ძალების მართვას და კონტროლს. კოორდინირებულ მართვას და კონტროლს იმ დონეზეც კი, ანუ იქ რაც ხდებოდა, დღეს რუსეთი მაგის რეპლიკაციას ვერ აკეთებს. ანუ იგივე ტიპის კომპლექსურ ოპერაციებს დღესაც ვერ ატარებს. რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ ნანახი აქვს 30 წლის წინ როგორ კეთდებოდა ეს ყველაფერი. კი, უნდა და ეს ომი ზუსტად ფთოსანი რაკეტებით დაიწყო და ავიაციის მასიური ჩართულობით, მაგრამ ვერ გამოვიდა. რამ განაპირობა ასეთი ტიპის კომპლექსური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობა და წარმატება? ხო, ესე იგი, რომ არა ეგ სისტემები, რაც დღესდღეობით ჩვეულებრივ რაღაცად მიიჩნევა თანამედროვე ბრძოლის ველზე, მათ შორის ჩვენ თავდაცვის ძალებშიც, ხო? C2 სისტემა წლები არის და 2008 წლის ომის დროსაც ჰქონდა და C6-მდე არის უკვე ასული თანამედროვე კონფიგურაციაში, რაც იგივე ისრაელის თავდაცვის ძალები იყენებს, პენტაგონი იყენებს. მოკლედ, რომ არა ეგ სისტემები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს ომი ისევ და ისევ ჩვეულებრივი მესამე თაობის ომი იქნებოდა, უბრალოდ ცოტა თანამედროვე შეიარაღების ჩართულობით, ამერიკული დანაკარგები იქნებოდა უფრო დიდი და აი ამ შეიარაღების საერთო საბრძოლო პოტენციალი ბევრად უფრო დაბალი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული შეიარაღების ნიმუშები ტექნიკური მაჩვენებლებით აღემატებოდა ერაყის არმიაში მყოფ სისტემებს. ხო, მაგალითისთვის ახლა მარტივად რო გაიგოს მსმენელმა, აყურებელმა, T-72-ით დაკომპლექტებული შეიარაღებული ძალები, ტანკი, საბჭოთა ტანკი T-72-ით დაკომპლექტებული შეიარაღებული ძალები, რომელიც იმართება მართვისა და კავშირის ერთიანი ციფრული სისტემით, მართვა კავშირის ნავიგაციის პოზიციონირების ერთიანი სისტემით, ბრძოლის ველზე აჯობებს შეიარაღებულ ძალებს, რომელიც დაკომპლექტებულია მთლიანად აბრამსებით, ბრედლებით, რაღაც თანამედროვე ჯავშან ტექნიკით, მაგრამ თანამედროვე ომისათვის დამახასიათებელი ეს ნიუანსი არ არის, საფუძველი არის თანამედროვე არმიების მართვაში, აი ამ არ აქვს C2 C3-ის მსგავსი სისტემა და რაღაც მოძველებული მეორე მსოფლიო ომის პერიოდისათვის დამახასიათებელი მეთოდებით იმართება მხოლოდ და მხოლოდ კავშირგაბმულობის საშუალებებით. აი ამისი თქმა მინდოდა, თანამედროვე ომში, ანუ გარდამტეხი იყო ზუსტად გარდამტეხი იყო ეს, ანუ ის რესურსები, რაც შეყვანილი იყო არეალში, იმასთან ერთად ტექნიკური მონაცემებით აღემატებოდა ამ ერაყულ სისტემებს, პლუს ამას მათი მართვის ერთიანი სისტემა იყო, დეცენტრალიზებული ოპერაციები იყო, მაგრამ საერთო მართვა იყო ქსელური, ანუ ონლაინ მართავდნენ შტაბიდან, მოკლედ თითოეული ელემენტი მუშაობდა ისე, რომ ბრძოლის ველზე დაიდო მისი საბრძოლო პოტენციალის მაქსიმუმი. ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ეს ომი ერაყის გარდა ამ ომში მონაწილეობდა პრაქტიკულად კოალიცია 42 ქვეყნის. დღეს პრაქტიკულად ყოველდღიურად გვესმის ესეთი სიტყვა, რაც არის ურთიერთთავსებადობა და ნატოს ქვეყნები აქტიურ სწავლებებს ატარებენ იმისათვის, რომ ურთიერთთავსებადობა გაიზარდოს, ერთნაირი სტანდარტები იყოს, რომ მარტივად და შეთამაშებულად მოქმედებდნენ სხვადასხვა ქვეყნის ჯარები. იმისთვის, რომ შეთამაშებულად ემუშავათ ამ კოალიციის წევრებს, არ ქონიათ ძალიან დიდი დრო, არც ბევრი სწავლება არ ჩატარდა, საერთოდ არ ჩატარებულა პრაქტიკულად სწავლება და რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნებმა მოახერხეს, ამერიკამ ყოველ შემთხვევაში მოახერხა, რომ გაეერთიანებინა სხვადასხვა გვარეობის, სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფები და ერთიანად ემართათ და ერთი მიზნისკენ მიემართათ ეს ქვედანაყოფები. რო ვთქვათ, რომ რაღაცა განსაკუთრებით კარგად იყო შეთამაშებული ეს სხვა ქვეყნების ქვედანაყოფები არ იყო ესე, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ასეთ მასშტაბურ ომში მოუწია ხო კოალიციურ ძალებს ეს თანამედროვე ტექნიკით ჩართვა. ამისი ძალიან ძველი გამოცდილება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო, მაგრამ ეს გამოცდილება ახლა ვერაფერს აძლევდა ხო? ზოგადი შეხედულებების ჩამოყალიბების კუთხით შეიძლება და რაღაცა გავლენა იქონია, მაგრამ აქ ცოტა სხვა ტიპის ოპერაციები იყო, კოორდინაციის კუთხით ვერ შევადარებთ რაღაც ISAF-ის ოპერაციაში ერთობლივ ოპერაციებს როგორ ატარებდა ბრიტანული ძალები, ფრანგული ძალები, ამერიკული ძალები, ან იგივე 2003 წლის
ოპერაციის დროს, მაგრამ ბევრი რაღაცის დახვეწა უშუალოდ ბრძოლის ველზე ხდებოდა აქ და იყო ასევე შემთხვევები, რომ ეს მეგობრული ცეცხლიც ძალიან ხშირად ხდებოდა, артиლერიას უხსნიდა საკუთარ ძალებს ცეცხლს ან სხვა ქვეყნის ქვედანაყოფებს, ტანკებმაც ესროლეს ამდენჯერმე მოკავშირე ტანკებს და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადი კუთხით ამერიკული ძალები ეყრდნობოდა იმაზე, რომ საერთო ოპერაციად უდაბნოს ქარიშხალი რო ვიღოთ, იმის ფარგლებში ამერიკული ძალების მართვის ქვეშ იყო მაინც ყველა რაღაც დამოუკიდებელ ოპერაციებს, რა თქმა უნდა, არ ატარებდა არც ბრიტანეთი, არც ფრანგული ძალები და ისევ და ისევ აი ამ C3 სისტემის პირველი პრიმიტიული ელემენტები რაც იყო მაგ პერიოდში, მაგისი აქტიური გამოყენებით და კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემების აქტიური გამოყენების ხარჯზე ხდებოდა ეს ყველაფერი და თანამგზავრული კავშირგაბმულობის სისტემების ასევე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კუთხით, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე ასე თუ ისე ერაყის მხრიდანაც გამოიყენებოდა სხვა ჩამხშობის სისტემები და ბოლომდე სტანდარტული კლასიკური კავშირგაბმულობის საშუალებების იმედზე ვერ იქნებოდა ერთ ერთი მხარე, ამიტომ თანამგზავრული კავშირგაბმულობის სისტემები ძალიან დიდ როლს ასრულებდა ამ ოპერაციაში. ესე იგი, ეს პირველ ეტაპზე იყო განსაკუთრებით რთული, როდესაც მიზნების რაღაც გარკვეული ნაწილი გამოვლენილი არ იყო და ძალები საუდის არაბეთის მიმართულებიდან დასავლეთის მხრიდან შედიოდნენ, ფრანგული ძალები იყო, ესეთი უკიდურეს ჩრდილო დასავლეთით იყო ბრიტანული ძალები და ცოტათი უფრო აქეთ სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილისკენ უკვე ამერიკული ძალების ძირითადი კონტინგენტი შედიოდა აქედან და ამ მიმართულებით იყო პირველ ეტაპზე, როდესაც ძირითადი სახმელეთო კომპონენტის დაწყების დროს ერაყის არმიის ძირითადი ელემენტების განადგურება ხდებოდა სახმელეთო საშუალებით, ტანკებით, артиლერიით და ასე შემდეგ. ამ ოპერაციის ფარგლებში ძალიან ესეთი პირველ საათებში ძალიან დიდი როლი დაეკისრა ასევე ბრიტანეთის და შეერთებული შტატების სპეციალური დანიშნულების რაზმებს SAS-ის და Delta Force-ის აერომობილური ჯგუფები ერაყის ჩრდილოეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ მიმართულებიდან გადასხეს, მანამდე სანამ ოპერაცია დაიწყებოდა, სახმელეთო გზითაც მოხდა შეჟონები და ძალიან აქტიურად ნადირობდნენ ერაყული ბალისტიკური რაკეტას კადების პოზიციების გამოვლენაზე, განსაკუთრებით SAS-ის ოპერატორები და Delta Force-ის ოპერატორები, მონადირე ჯგუფები იყო შექმნილი, ბაგებით გადაადგილდებოდნენ სხვა საფრთხმოვალის სპეცდანიშნულების მანქანებით და ერაყის არმიის სკადების იმ გამშვებების გამოვლენაზე მუშაობდნენ, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რაკეტებს მეტნაკლებად აქტიურად ისროდა ქუვეთის მიმართულებით, საუდის არაბეთის მიმართულებით და ისრაელის მიმართულებით და აქ შევეხებით უკვე იმ თემას, რასაც ქვია ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიერ ისტორიაში პირველად ბალისტიკური რაკეტების გადაჭერას. ამას რო შევეხოთ არ შეიძლება. ერთ-ერთი ძირითადი ამბავი იყო ამ ომში და პირველად მოხდა ესეთი რაღაცები, რომ ამერიკულმა პატრიოტის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა საუდის არაბეთში და ისრაელში რამდენიმე ერაყიდან გავშვებული რამდენი თლიანობაში სადღაც 100 ერთეულამდე რაკეტა გაუშვეს, ნაწილი ისრაელისკენ, ნაწილი საუდის არაბეთისკენ და საკმაოდ სერიოზული რაოდენობის გადაჭერები მოახერხა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდში არ არსებობდა რაკეტსაწინააღმდეგო კონფიგურაცია პეტრიოტის PAK-3-ის კონფიგურაციაში, იყენებდნენ პაკური კონფიგურაციები გამოიყენებოდა ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო რაკეტები და მიუხედავად იმისა, რომ სკადი იმ პერიოდისაც უკვე საკმაოდ მოძველებული ბალისტიკური რაკეტად ითვლებოდა, მარტივად პროგნოზირებადი ბალისტიკური ტრაექტორიით დაფრინავდა, ძალიან ბევრი რაკეტის გადაჭერა მაინც ვერ მოახერხეს და ძირითადად ხდებოდა რა თვითფრინავების მსგავსად რაკეტის საზენიტო რაკეტა მიუახლოვდებოდა სკადის რაკეტას, ჰაერში აკეთებდა აფეთქებას და დამაზიანებელი შრაპნელური დამაზიანებელი ელემენტებით ახერხებდა მხოლოდ იმას, რომ გარკვეულ შემთხვევაში ტრაექტორია შეიცვალა ამ სკადებისთვის და პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ ჰაერში გაენადგურებინოს რაღაც პირდაპირ დაჯახებით და აქედან მოდის სწორედ უკვე ის დოქტრინალური მიდგომა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში, რომ ოპერატიული ტაქტიკური და ოპერატიული დონის ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად შექმნილიყო სისტემები Patriot PAK-3 მაგალითად და TAAD, რომელიც hit to kill მეთოდით, ანუ პირდაპირ კინეტიკური დაჯახების მეთოდით ჩამოყრიდა ბალისტიკურ რაკეტებს. სწორედ აქედან იწყება ის საბრძოლო გამოცდილება, სწორედ აქ მიიღო ამერიკულმა ჰაერსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა, რაზე
დაფუძნებითაც და დაყრდნობითაც შემდეგში დაიწყო მუშაობა პაკ-3 კონფიგურაციებზე და ტაადებზე, რაც რომლების მუშაობასაც აგერ უკრაინაში ხედავთ რუსული რაკეტების წინააღმდეგ და ეხლა ხანს ვიხილეთ ისრაელში ორივე სისტემა ტაადის პაკ-3 პეტრიოტიც აქტიურად გამოიყენებოდა ირანიდან გამოშვებული ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. ჩვენ ანუ ეს ძალიან ცნობილი ფაქტი არის და პრაქტიკულად მარკეტინგული ხრი კი არის დამრგვალებული ციფრი, რომ თვითონ სახმელეთო ოპერაცია, სახმელეთო ომი 100 საათი გაგრძელდა. 100 საათში დამარცხდა ერაყის ჯარი. როგორ შეიძლება აუხსნათ ამ თლიანობაში, ასე ვთქვათ, რამ განაპირობა ის, რომ ეს ჯარი 100 საათში პრაქტიკულად განადგურდა? ხო, ეს 100 საათი იყო კულმინაცია, ეს რაღაცა 100 საათის განმავლობაში არ მომხდარა. ხო, ყველაფერი რომ არა შესამზადებელი სამუშაოები, მათ შორის ის სამუშაოები, რომელიც ჯერ კიდევ დეზერტ შილდის პერიოდში ჩაჭარდა, ეს 100 საათი ვერ იქნებოდა 100 საათი და გაიწელებოდა სიტყვაზე კვირობით. პირველი, რა თქმა უნდა, ოპერაციის 17 იანვარს ოპერაციის დაწყების პირველივე საათებიდან ტექნიკის დიდი ნაწილი და მართვის ცენტრების ძალიან დიდი ნაწილი ავიაციამ გამოიყვანა მწყობრიდან და გაანადგურა, მაგრამ ისევ და ისევ სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე რჩებოდა ჯავშან ტექნიკის და საარტილერიო სისტემების სერიოზული რაოდენობა, რომელიც უშუალოდ სახმელეთო ოპერაციებით უნდა განადგურებულიყო. სანამ ომი დაიწყებოდა და მუშაობდა, სანამ სახმელეთო კომპონენტი დაიწყებოდა და მუშაობდა მხოლოდ ავიაცია, ჩვეულებრივი საფრენ აპარატებთან ერთად აქტიურად დაფრენავდა ერაყის თავზე. იმ პერიოდისათვის პირველი ამერიკული სადაზვერვო დრონები, ნუ თლად პირველი არა, მაგრამ აქტიურ გამოყენებაში მყოფი პირველი დრონები, რაც იმ პერიოდში საზღვაო ძალების შეიარაღებაში, საზღვაო ქვეითთა კორპუსის შეიარაღებაში და არმიასაც ყავდა პიონერები, ერქიური პიონერები, რომელიც იყო Israel Airspace Industries მიერ შემუშავებული და წარმოებული სკაუტის ტიპის ისრაელის წარმოების დრონების ამერიკული ლიცენზირებული კონფიგურაციები, ცოტა განსხვავებული ძრავით და განსხვავებული ოპტიკური ელექტრონული გიმბალით. ეს იყო ოპერატიულ დონეზე მოქმედი დრონები, რომელიც ცივი ომის პერიოდის ავტონომიური დრონებისგან განსხვავებით ლაივ რეჟიმში გადასცემდა ერაყის არმიის სახმელეთო ნაწილების გადაადგილებაზე ინფორმაციას, საარტილერიო პოზიციებზე მოიპოვებდა ინფორმაციას, სახმელეთო ტანკების გადაადგილებაზე, კოლონების გადაადგილებაზე და ასე შემდეგ და პრაქტიკულად ამ კოლონებს შემდეგში ხან ავიაცია ურტყავდა, ხან აი ამ ამერიკული ტანკების მასიური შეტევების დაწყებამდე ამერიკული რეაქტიული და ლულიანი артиლერია MLRS-ების და M9 პალადინების სახით, ხო? ეს იყო ის ომი, სადაც პირველად ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა პირველად გამოიყენა რეალურ საბრძოლო მოქმედებებში დრონებისა და артиლერიის შეთანხმებული მუშაობა, ანუ მიზნების გამოვლენა დრონებით და მასზე საარტილერიო ცეცხლის წარმოება, მიზნიდან მიზანზე ცეცხლის გაატანა და ასე შემდეგ. საარტილერიო ტექნიკასაც რო შევეხოთ აქვე, ძირითადად იყენებდნენ M9-ებს ლულიან артиლერიას, თვითონ 155 მმ-იან ჰაუბიცებს, უმართავი ჭურვებით და იყენებდნენ ასევე ლაზერული დამიზნების კოპერჰედის ტიპის 155-იან ჭურვებსაც ზუსტი დამიზნების და M270 MLRS-ებით იყენებდნენ კასეტურ საბრძოლო მასალას დაჯავშნული მიზნების წინააღმდეგ. ეს იყო M26 სერიის კასეტური რაკეტები, 32 და 55 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტები. ეს რაკეტები არის წინაპარი რაკეტები M30 და M31-ებისა. ეს არის 50 და 51 GMLRS რაკეტები, რასაც ახლა უკრაინა იყენებს HIMARS-დან, ხო? იმ პერიოდში არც HIMARS-ი არსებობდა და არც GMLRS რაკეტები. ამიტომ ამერიკული რეაქტიული артиლერია 45 კილომეტრით შემოიფარგლებოდა და კასეტური რაკეტები, თუმცა ეფექტი საკმაოდ დიდი ჰქონდა, მაგრამ აქ კიდევ შევეხები იმას, რაც ვთქვი, რომ ძალიან გაუჭირდა მოკლედ ამერიკულ ლოჯისტიკას საკმარისი რაოდენობის რაკეტების და მანქანების ჩატანა საბრძოლო მოქმედებების არეალში და გაიწელა და მთელი რიგი შემთხვევები იყო, რომ დააგვიანდა და ოპერაცია უკვე დამთავრებული იყო, რომ შემდეგში ჩავიდა დამატებითი რაკეტების მარაგები. აქ ჩაგეჭრები, ბოდიში, აი ლოჯისტიკაზეც ძალიან საინტერესო თემა არის. ჩვენ როგორც ვთქვით, ანუ კოორდინაცია 42 ქვეყანას შორის ძალიან რთული არის, ურთიერთთავსებადობა, სხვადასხვა ტიპის დოქტრინები, სხვადასხვა წვრთნები, ასე შემდეგ, მაგრამ ასევე ძალიან რთული არის გათვალო ლოჯისტიკა ისეთ ადგილებში, როგორშიც აქამდე მაგალითად არ ყოფილა არც გადასროლა, არანაირი მოქმედება არ ყოფილა და დღესდღეობით რასაც ვუყურებთ და აქტიურად განიხილება, როდესაც ვსაუბრობთ აი სამხედრო სწავლებებზე,
ამერიკის სამხედრო სწავლება ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ როდესაც მაგალითად საქართველოში რო ტარდება სამხედრო სწავლებები, ეს ამ სამხედრო სწავლებას რაც აქ ტერიტორიაზე ტარდება, წინ ზდევს ლოჯისტიკური სწავლება თვითონ ამერიკელებისთვის იტვირთება თვეზე მეტი გრძელდება. ხო, თვეზე მეტი გრძელდება, თვითონ ამერიკელები ამ ტექნიკას ყველაფერს რაც აქ უნდა ჩამოვიდეს, ლოჯისტიკურ სწავლებად აქცევენ და ამერიკული სწავლებები და ზოგადად ნატოს სწავლებები ჩვენ ტერიტორიაზე ქვეყანაში, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათთვის ხდება სამხედრო ტექნიკის გადასროლის გამარტივება, ახალი გზების პოვნა, მაქსიმალურად ეფექტურად გამოჩენა, როდესაც სიტყვაზე დრო მოვა იმისი, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი და მეხუთე არტიკლის ქვეშ იყოს, უკვე ეს ლოჯისტიკური გზები ყველანაირი წყობა იქნება აწყობილი. და ლოჯისტიკას რო დაუბრუნდეთ თვითონ 91 წლის Desert Storm-ის ოპერაციის დროს. მე როგორც ვიცი, აქამდე არ ქონდათ არანაირი ლოჯისტიკური ხაზები იმ პერიოდში აწყობილი. თუ იყო რაღაცა და ახლო აღმოსავლეთისკენ არა. ახლო აღმოსავლეთისკენ არა და მაგიტო დაჭირდა რა, მაგდენი ხანი. ეხლა ბევრად ნაბიჯი რო ისწავლეს მაშინ და რეალურად 5 თვე საკმაოდ ნახევარი წელიწადი, რაც ეს Desert Shield-ი მიმდინარეობდა. მართალია ტექნიკის გარკვეული ნაწილი ევროპიდანაც გადმოისროლეს, მაგრამ ძირითადი ნაწილი შტატების ტერიტორიიდან იყო და 5 თვეზე მეტი კიდე მაგიტო გაიწელა რა. უამრავი ხომალდი მონაწილეობდა, ასევე იყენებდნენ კომერციულ სამოქალაქო მშრალ ტვირთ მზიდებსაც, ცოტა ისეთი მეორე ხარისხოვანი მატერიალურ ტექნიკური მარაგების ჩასატანად და ამფიბია დოკებიდან მაქსიმალურად იყო ჩართული ამ შტატების საზღვაო ძალების აი ეს სადესანტო მცურავი საშუალები, რომელსაც რაღაცა დიდი სატვირთო განყოფილები, ნაკვეთურები ქონდა და შეეძლო ტექნიკის დიდი რაოდენობის ტექნიკის გადატანა. იმიტომ შევადარი ამას მასშტაბებით, აი ეს რაღაც ზღვით შორმანძილზე ტექნიკის გადასვლა კიდევ უფრო შორმანძილზე ვიდრე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოხდა, ხო, ნორმანდიაში ფაქტიურად იყო პირველი რა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და გარკვეულწილად უფრო გართულებული იყო, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საერთოდ არ არსებობდა რაღაცა 70 ტონიანი ტანკები, ხო? და შედარებით სუბუქი იყო მაშინ ტანკებით, სხვა ტექნიკა შედარებით არა, ბევრად სუბუქი იყო მაშინ ტანკებით, სხვა ტექნიკას და უფრო სწრაფად შეიძლებოდა გადასროლა და ასე შემდეგ. თუმცა, ნუ ამ ყველაფერს თავისი პლუსიც ჰქონდა და იგივე ტანკების როლი რო ავიღოთ, ხო? ამ უდაბნოს ქარიშხალში და მანამდე შერმანების როლი რო ავიღოთ თვითონ ამ ნორმანდიის ოპერაციაში, რა თქმა უნდა, აქ აბრამსების როლი ბევრად უფრო მაღალი იყო, ბრედლის ტიპის ქესენების როლი და ასე შემდეგ და შეგვიძლია შევეხოთ მაგნატილსაც, ხო? კი ბატონო. სახმელეთო შენ რა კითხვა გქონდა? სახმელეთოზე ვისაუბრეთ, რომ ანუ რა პირველი ნაწილი ჩემი კითხვის იყო, ძალიან დიდი თემა არის და არ მინდა რომ ძალიან აგვერიოს და ყველაფერს მოვედმოვედოთ. პირველი კითხვა იყო, რომ რატო ანუ როგორ მოხერხდა ის, რომ მხოლოდ 100 საათი დაჭირდა სახმელეთოს და მე მგონი ამაზე ვისაუბრეთ, რომ აქამდეც ანუ წინა ეპიზოდშიც ნალაპარაკები გვაქვს, რომ ამერიკელებისთვის ყოველთვის უპირატესი იყო საჰაერო ავიაცია და საჰაერო ბომბები და შემდეგ მეორე ხარისხოვანი артиლერია იყო, იმიტომ რომ საჰაეროთი ანადგურებენ ჯერ სამიზნეებს და შემდეგ შედის ხმელეთი. ანუ ვისაუბრეთ უკვე იმაზე, რომ რა შესამზადებელი სამხედრო აქტივობები იყო გასატარებელი იმისთვის, რომ ეს 100 საათი წარმატებული ყოფილიყო და ეხლა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ თვითონ სახმელეთო ელემენტს. ხო, მაგას საათში მოკლედ რეალურად ანადგურებდნენ მანამდე გამოვლენილ მიზნებს და მაგ მიზნებიდანაც დიდი ნაწილი ისევ და ისევ ავიაციამ გაანადგურა, ანუ ეგ იყო უკვე ის კულმინაცია, როდესაც სრული შემადგენლობით დასავლური კოალიციური ძალების ავიაცია უშუალოდ ამ ერაყის არმიის პოზიციების თავზე დაფრინავდა და ფაქტობრივად ყველაფერს ბომბავდნენ და ის ოპერაცია წეღარაზე საუბრობდი, ხო? საუბრობდით მარცხენა left hook-ი საუდის არაბეთის მხრიდან შეჭრა და პლუს გარკვეული ძალების, სპეციალური დანიშნულების და დივერსიული ძალების შეჭრა ჩრდილოეთ მიმართულებიდან იქცა ძალიან ჭკვიანურ მანევრად, რომელსაც პრაქტიკულად ვერაფერი ვეღარ დაუპირისპირა ერაყის სახმელეთო ტექნოლოგიურად და მორალურადაც მოძველებულმა ერაყის სახმელეთო ძალებმა, რომელსაც რაღაცა თანამედროვე ომის წარმოების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნდა იმ პერიოდისათვის თანამედროვე ომის. ისევ და ისევ რა ვიცი ტექნოლოგიურადაც იწილა ტექნოლოგიურადაც და დოქტრინალურადაც ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფების მართვა დაგეგმარების კუთხითაც ისევ და ისევ გაჭედილები იყვნენ იმ პერიოდში, რა პერიოდიც იყო ირან-ერაყის ომი, ხო? კი და ბევრი არც არაფერი მიუხედავთ იმისა, რომ
ეკონომიკური კრიზისი იყო, ჰუსეინს ძალიან სერიოზული თანხები ჰქონდა, მაინც ჩადებული ამ სამხედრო თემების განვითარებაში, როგორც ჩანს ის ხედავდა საკუთარი რეჟიმის და გადარჩენის ერთადერთ გზად სამხედრო ინტერვენციას, რომ ის ხალხიც, ვინც ომში უკმაყოფილო იყო ირანის ომში, რამენაირად დაეკმაყოფილებინა ახალი რაღაც გამარჯვებით და პლუს ამ ყველაფერს მოყვებოდა თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური შედეგები, რაზეც იყო გათვლა, მაგრამ ვერ გათვალეს ამერიკის და დასავლეთის და ზოგადად მსოფლიოს პრაქტიკულად რეაქცია. ისე ამერიკულ შეიარაღებასთან დაპირისპირება არ იყო პირველი, ხო, ჰუსეინისთვის. ირანი ის ომი იყო ზუსტად ის ომი, სადაც ამერიკულ შეიარაღებას ტაქტიკას ნაკლებად, მაგრამ შეიარაღებას დაუპირისპირდა ერაული არმია. ერაული არმია სხვადასხვა ბევრი მიმართულებით სჯობნიდა, ბევრ რაღაცაში სჯობნიდა ირანის შეიარაღებულ ძალებს და ძალიან ბევრი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა და დიდი დანაკარგებიც მიაყენა. და ირანის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებდა მაგ ომში, ხო, ის დასავლურ საფრენ აპარატებს, სახმელეთო ტექნიკასაც, არტილერიასაც, რაც შაჰის პერიოდში ჰქონდათ მიღებული და ერთ საინტერესო ფაქტი გამახსენდა. მან იყო ზუსტად ირან-ერაყის ომში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როდესაც ომში ბრძოლაში ვერტფრენმა ჩამოაგდო გამანადგურებელი. ერაყის საჰაერო ძალების Mi-24-მა ფალანგას ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით მოძველებული რაკეტა არის დღეს უკვე ეს ფალანგას ტიპის რაკეტა ჩამოაგდო ირანის საჰაერო ძალების F4 ფანტომი. და ეს ცნობილი ამერიკული ძველი გამანადგურებელი და ერთ-ერთი ძალიან ისეთი ავიაციის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტად ითვლება და თუ კი სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდნენ ირანის შეიარაღებულ ძალებს, ამ ყველაფერს აკვირდებოდა შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ზედა დონიდან ქვედა დონემდე და მაქსიმალურად ისეთი სერიოზული ანალიზები იკეთდებოდა ამაზე, რა თქმა უნდა, გაკეთდებოდა და ინფორმაცია ჰქონდათ რეალურად რა შეიძლება ერაყის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლის ველზე. კი, ძალიან თვითონ ეს მთლიანი ირანი-ერაყის ომი და შემდეგ უკვე სპარსეთის ყურის ომი ძალიან საინტერესოა პოლიტოლოგიური თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ ირანი იყო ამერიკის მოკავშირე, დასავლეთის მოკავშირე, შემდეგ მოხდა რევოლუციის შემდეგ დაიწყო ომი, იმ ტექნიკით, რა ტექნიკაც შესყიდული იყო დასავლეთისგან ერაყის წინააღმდეგ, რომელსაც რუსულ საბჭოთა ტექნიკა ჰქონდა, მაგრამ ამერიკელები მაგალითად სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდნენ ერაყს ირანის წინააღმდეგ. სხვადასხვა მაგ პერიოდისთვის ირან-ერაყის ომის დროს ის ტექნიკა, რაც ირანს ყავდა შეიარაღებაში, ძალიან თანამედროვედ ითვლებოდა და რეალურად ეხლა ძალიან დიდი ნაწილი დღესაც ირანის შეიარაღებულ ძალებში, საჰაერო ძალებში ისევე ტექნიკა არის და მაგათი კლონირებული ვარიანტები და გადაკეთებული გადმოკეთებული ვარიანტები, იგივე F14 გამანადგურებლები, F4-ები, F5-ებიც ყავთ და ასე შემდეგ. კი, ძალიან საინტერესო როგორ უცებ შეიძლება გეოპოლიტიკაში შეიცვალოს ვითარება და მოკავშირეები მტრებად გადაიქცნენ პირიქით ამერიკა ერაყს აწვდიდა იარაღს, საუდის არაბეთი და ეგვიპტე მაგალითად ფულს აძლევდა ერაყს იმისთვის რომ ირანის წინააღმდეგ ებრძოლა, მაგრამ შემდეგ 42 კოალიციაში იყვნენ ეგვიპტეც და საუდის არაბეთიც ერაყის წინააღმდეგ. ამიტომ ეს ძალიან საინტერესო ერაყის შეიარაღებული ძალები რეალურად სანამ იმ კულმინაციურ 4 დღიან უბრალოდ 100 საათიანი მანძილზე მივიდოდა ბრძოლამდე ძირითად ნაწილში დაკავებულები იყვნენ იმით რომ გადაემალათ ეს სხვა ძვირადღირებული თვითმფრინავები და ტექნიკა და გემახსოვრება ის გამახსენდა ეხლა ეს ამერიკელებმა Mi-25-ები რო აღმოაჩინეს მიწაში დამარხული საბჭოთა გამანადგურებელი ზებგერითი გამანადგურებლები ქვიშაში დამარხეს ერაყელებმა რომ სიტყვაზე თუ გადაურჩით ამ ეტაპზე შეერთებული შტატების შემოტევა შემდეგში გამოიყენოთ და ეს მიწაში დამარხულ Mi-25-ებს კაიხანი ეძებდნენ ამერიკული ძალები და თხრიდან კადრებიც არის ვიდეოების ფოტოებიც ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ სახმელეთო ოპერაციაზე, საჰაერო ოპერაციაზე და საინტერესოა შენი აზრი ამ ომმა როგორ გამოაჩინა, რა გვარეობები წამოიწია წინ და რა გვარეობები ჩამოჩერდა მეორე ხარისხოვნად. დიახ, წეგანაც რომ ვისაუბრეთ სხვადასხვა საბრძოლო სისტემებს და სხვა გვარეობებს მეტნაკლებად რა დატვირთვა ჰქონდათ ამ ომში, აი თანამედროვეულად რომ დავალაგოთ, ხო, მათი დატვირთვისა და მნიშვნელობის მიხედვით პირველი ავიაცია, საჰაერო ძალები, რამაც პრაქტიკულად გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ ბოლო 24-დან 28 რიცხვამდე სახმელეთო ოპერაცია
რაც იყო წარმატებით დაგვირგვინებული ომთლიანობაში ეს ოპერაცია და დასრულებული იყო მთლიანობაში Desert Storm-ი ერაყის კაპიტულაციით. საჰაერო ძალების სხვადასხვა ელემენტებს შორის განსაკუთრებით დიდი როლი დაეკისრა ამ სტელსბომ დამშენებს EPAS 17-ებს, ასევე საზღვაო ბაზირების სხვადასხვა საზღვაო ბაზირების თვითმფრინავებს, იმიტომ რომ სწრაფად სპარსეთის ყურიდან სწრაფად ახდენდნენ მიზნებამდე მისვლას და რაღაც ევროპიდან არ ჭირდებოდათ ფრენების ჩატარება. საარმიო ავიაციის ისეთ სახეობას, როგორც არის დამტყველი ვერტმფრენები, აპაჩები, ასევე დიდი როლი დაეკისრა ვერტმფრენების კუთხით CH-47 ჩინუკები, რომლითაც სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები გადაყავდათ. ავიაციის შემდეგ შეიძლება ვთქვათ უკვე საზღვაო ძალების კუთხით ფრთოსანი რაკეტების გამშვები პლატფორმები, ტომაჰავკების გამშვები პლატფორმები და ავიამზიდები უშუალოდ, საიდანაც ეს თვითმფრინავები ფრინდებოდნენ. სახმელეთო კომპონენტზე რო გადავიდეთ, სახმელეთო კომპონენტში ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა სპეცდანიშნულების ძალებს თავისთავად. დროს ნეივისილებს, ასევე მწვანე ბერეტებს და კიდე სხვა ქვედანაყოფები გამოიყენებოდა აერომობილური ოპერაციებისთვის, ასევე საჰაერო სადესანტო ჯარები 92 საჰაერო სადესანტო დივიზია აქტიურად გამოიყენებოდა მანდ აერომობილური ოპერაციებისთვის და სახმელეთო ტექნიკასაც შეეხება მანდ ჯავშან ტექნიკის როლი იყო საკმაოდ დიდი. აბრამსის ტიპის ტანკები და ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რომლებმაც საკუთარი ეფექტურობის ძალიან ისეთი მაღალი მაჩვენებლები დადეს ერაყული ჯავშან ტექნიკის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბრედლებმა გამოიჩინეს თავი, რომლებიც რამდენიმე კილომეტრიდან 2-3 კილომეტრიდან ძალიან აქტიურად იყენებდნენ ტოუს ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და პრაქტიკულად ეგ იყო ის პირველი ომი, სადაც ტოუს ტიპის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები მასიურად იქნა გამოყენებული ერაყული ჯავშან მანქანების წინააღმდეგ და ძალიან ბევრი T-72 ტიპის და T-55 ტიპის ტანკები გაანადგურა. ასევე აბრამსის ტიპის ტანკები ბრედლისთან ერთად შეთამაშებულად მოქმედებდნენ და ცეცხლის მართვის თანამედროვე სისტემისა და საბორტე ცეცხლის მართვის სისტემისა და ხამის ხედვის ხელსაწყოების გამოყენებით ძალიან ზუსტ ცეცხლს აწარმოებდნენ ხამის ოპერაციების დროს. ძირითადად ღამით ხდებოდა ერაყულ ჯავშან ტექნიკაზე შეტევები და შედეგიც შესაბამისი იყო, იმიტომ რომ ერაყული ჯავშან ტექნიკა ტექნოლოგიურად ძალიან მკვეთრად ჩამორჩებოდა ამერიკულს, იგივე თვითონ T-72-ები, რომელიც ერაყის არმიას ყავდა, T-72-ების თანამედროვე მოდიფიკაციებიც არ იყო იმ პერიოდისათვის უკვე ძველი მოდიფიკაციებად ითვლებოდა, ძველი ცეცხლის მართვის სისტემა ჰქონდა, პრიმიტიული ღამის ხედვის ხელსაწყოები, მეორე თაობის ღამის ხედვის ხელსაწყოები და რაღაცა ღამით მანევრულობზე საუბარი ზედმეტია, ჩასანგრებული პოზიციებზე იყვნენ ჩასანგრებული და რეალურად მუშაობა მხოლოდ დღისით შეეძლოთ რა. აქვე უნდა ვახსენოთ არტილერიაც, თუმცა არტილერიას ავიაციასთან შედარებით სხვა ესეთი კლასიკური კონვენციური ომები რო ავიღოთ, არტილერიას ავიაციასთან შედარებით ბევრად უფრო ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. ამ კუთხით გამოიყენებოდა, მაგრამ საერთო საბრძოლო ეფექტურობა არტილერიის არ იყო ისეთი მაღალი, როგორც სიტყვაზე ახლა უკრაინის ომში არის რა. ავიაცია, დასავლური ავიაცია გაბატონებული იყო ერაყის საჰაერო სივრცეში და შეიძლება ესე ითქვას, რომ არტილერიას დიდად მიზნებს აღარც უტოვებდნენ. აი არტილერია საერთოდ არ ყოფილიყო გამოყენებული ამერიკული მხრიდან, ბევრი არაფერი შეიცვლებოდა ამაში. ავიაცია გააკეთებდა მაინც იმ მცირე გასაკეთებელსაც, რაც სიტყვაზე არტილერიამ გაანადგურა რაღაც სხვადასხვა მიზნები. ან დასავლური დოქტრინისთვის თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არტილერია ცოტა ჩამოჭრეს. ხო, მიდგომა თავიდანვე ესეთი იყო, ეხლა საცეცხლი მხარდაჭერის საშუალება და არტილერია მაინც მეორე ხარისხოვან საშუალებად განიხილებოდა, წინაზე ბევრი ვილაპარაკეთ ამაზე და ავიაციას უფრო დიდი როლი ეკისრა და ასეთი ტიპის საექსპედიციო ომშიც ავიაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ასევე დიდი როლი დაეკისრა აქვე შეგვიძლია ვთქვათ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს იმ პერიოდისათვის, რომ ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის სერიოზული პრობლემები შეექმნათ იმ საათებში, იმ დღეებში, როდესაც მათ თავზე დაფრინავდნენ ეს ნაითჰოუკები და
აპაჩები და უშუალო სასიცხლის ზემოქმედებას ახდენდნენ გამშობებზე და ნუ აი ესეთი იყო რეალურად სურათი რა ამ თითოეულ მიმართულებაზე კიდე საათობით შეგვიძლია ვილაპარაკოთ უბრალოდ ხა არ გვაქვს მაგის საშუალო იგივე ეს დანიშნულების ძალების მოქმედებაზე ცალკე ახალი მიდგომები და დოქტრინებიც კი წარმოიქმნა აი ამ ომის გავლენით სიტყვაზე 90-იანი წლებში იგივე ტანკებს რო შევეხოთ თვისობრივად ახალი ტიპის საბრძოლო მასალების და ცეცხლის მართვის სისტემების შექმნა დაინიცირა ამ ომმა артиллерიის კუთხით ისევ და ისევ კიდე თავიდანაც თქვი და ეხლა ვახსენებ რომ артиллерიის კუთხით ცეცხლის მართვის სისტემების გაუმჯობესება შეუწყო ხელი ამ ომის გამოცდილებამ და იგივე ჰაიმარსების გაჩენას შეუწყო მკვეთრად ხელი ვინაიდან ძალიან გაუჭირდა შეერთებული შტატების ლოჯისტიკას აი ამ რეაქტიული სისტემების და მათი რაკეტების მარაგების ჩატანა და ერაყში კი არა და ავღანეთის ოპერაციის დროს ნუ შემდეგ ერაყშიც ვნახეთ ჰაიმარსების გადასრულა როგორ მარტივად მოახდინა შემდეგში შეერთებული შტატების სატრანსპორტო ავიაციამ ხო აი ასეთი ვითომ და ნიუანსები და რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო შეერთებულმა შტატებმა რა გამოცდილებაც პირველ ეტაპზე გარკვეულ დონეზე დავინახეთ 2003 წლის ომის დროს ერაყში როცა საბოლოოდ გაანადგურეს სადამ ჰუსეინის რეჟიმი და ამ გამოცდილებას ვხედავთ დღესაც იმიტომ რომ მთელი რიგი მიდგომები და დოქტრინების სწორედ გაჩნდა მათი ჩანასახები გაჩნდა აი ამ ომის მიმდინარეობისას კი ბატონო ძალიან საინტერესო რაღაცა ახსენე ანუ იმ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ რაც საბოლოოდ ბუშმა უფროსმა მიიღო იმ პერიოდში იყო რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი საბოლოოდ არ გაენადგურებინათ იმიტომ რომ იმ პერიოდში არ იყვნენ დარწმუნებული რა შედეგები მოყვებოდა ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა იმას რომ მისმა შვილმა უკვე 2003 წელს საბოლოოდ გაანადგურა სადამ ჰუსეინის პრაქტიკულად 10-12 წლის შემდეგ თუ შეგვიძლია მოკლედ ვისაუბროთ რომ ამ ომიდან, ანუ პირველი ყურის ომიდან, უკვე შემდეგ ერაყში ამერიკის შეჭრის დროს ნახულობთ თუ არა რაღაც როგორც ეძახიან lessons learned, რა გაუმჯობესდა, რა უპირატესობებით შევიდა ამერიკა მეორეჯერ ერაყში. ძალიან საინტერესო იქნებოდა თვითონ ნახოთ აი რა გაკვეთილები ისწავლეს იმ პერიოდში და რა გამოასწორეს 10 წლის განმავლობაში. კი, ძალიან ბევრი მიმართულებით ჩანდა, რომ ბევრი რაღაცა ცოტა სხვანაირად იყო. საერთო მიდგომა თვითონ ოპერაციის სტრატეგიულ დონეზე რო ავიღოთ, საერთო მიდგომა მაინც იგივენაირი იყო, სტრატეგიული დონის საექსპედიციო ოპერაცია, ავიაციის და სარაკეტო შესაძლებლობის მაქსიმალური ჩართულობით ომის პირველ საათებში, პირველ დღეებში და აქაც გადამწყვეტი როლი ავიაციამ ითამაშა. თუმცა დეზერტ შტორმისგან განსხვავებით 2003 წელს უკვე თავისუფლება ერაყს ესეთი მასშტაბური ოპერაციის დროს ამერიკული ავიაცია 90%-ზე მეტ შემთხვევებში იყენებდა ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალებს, რომელთაც რამაც აი დროის მოკლე მონაკვეთში გამოიწვია იმ მორჩენილი ერაყის არმიის მორჩენილი ნაწილების განადგურება, რომელიც მეტნაკლებად ბრძოლისუნარიანი იყო. გამოიყენეს ასევე ტომაჰავკების ახალი ნიმუშები, გამოიყენეს მაგალითად ბევრს აღარ იმახსოვრება გრაფიტის ბომბები, ერაყის ელექტროსისტემის გასათიშად ბომბებს აგდებდა ავიაცია, ბომბები იხსნებოდა კასეტური ბომბებით, იქიდან იყრებოდა თვითგაშლადი გრაფიტის ჯოხები, რამდენიმე მეტრიანი ჯოხები, ზემოდან ედებოდა აი ამ ელექტროგადამცემ ხაზებს, ხდებოდა მოკლე ჩართვა და პრაქტიკულად მთელი მიმართულებაზე ითიშებოდა ელექტროენერგია. გამოიყენეს ახალი ტიპის ვაკუუმური ბომბები, მოცულობით დეტონირებადი ვაკუუმური ბომბები. ინდივიდუალურ დონეზე შეინიშნებოდა მკვეთრი გაუმჯობესება ინდივიდუალური შეიარაღების განსხვავებით სპარსეთის ყურის ომიდან უკვე ამ შემთხვევაში ამერიკული ქვეითი ქვედანაყოფები აღჭურვილები იყვნენ M4 ტიპის ავტომატური კარაბინებით, ქონდათ თანამედროვე ჯავშანჟლეტები, თანამედროვე ჩაფხუტები, განსხვავებით სპარსეთის ყურის ომიდან, სადაც პასგეთ სისტემის ჯავშანჟლეტი და ჩაფხუტი გამოიყენებოდა ჯერ კიდე იმ დროს, ანუ ერთეული ამერიკელი ქვეითი, US არმის ამერიკელი ქვეითი ან საზღვაო ძალების ამერიკელი ქვეითი დაახლოებით ორჯერ სამჯერ უფრო ეფექტური იყო ბრძოლის ველზე, ვიდრე სიტყვაზე დეზერტ შტორმის დროს. артиллерიის ჩართულობა
აქაც артиლერიას იყენებდნენ ისევ და ისევ რეაქტიულ სისტემებს და ლულიან артиლერიას, მაგრამ შედარება 1:100-თან არის ავიაციის ეფექტურობის კუთხით და ავიაციის როლი რო შევადაროთ артиლერიის როლს. საერთო ჯამში ეს ორი ომი ძალიან გავს ერთმანეთს, მაგრამ აი 2003 წლის ომში უფრო ჩანს რომ ერთეული საბრძოლო სისტემების უფრო მეტად ოპტიმიზებული გამოყენება ხდება და მეტი რესურსი, მეტი შედეგის მიღება ერთეული ტანკიდან, ერთეული თვითმფრინავიდან და ასე შემდეგ. ანუ რესურსების ოპტიმიზაცია და ასევე რაც შეეხება თუ ჯარების მართვის სისტემას, უკვე ამ პერიოდისათვის შეერთებულ შტატებს ჰქონდა სრულფასოვანი C4 სისტემა, რომელიც C4-ის პირველი ვარიანტი, მაგრამ აი სრულფასოვანი C4 სისტემა იყო და თანამგზავრული დაზვერვის საშუალებების აქტიური გამოყენება ხდებოდა და ნუ მართვისა და კავშირის კუთხით ერთი საფეხურით მაღლა იდგა უკვე ამერიკული არმია 91 წლის არმიასთან შედარებით. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ ერთი საფეხური ზემოთ იდგა, ეს ისევ ითვლება მეოთხე თაობის ომად, ხო? კი. არა, მესამე თაობის ძირითად კომპონენტში მესამე თაობის ომად ითვლებოდა 91 წლის ომი, სპარსეთის ყურის ომი და უკვე ეს 2003 წლის ომი დიდწილად უკვე მეოთხე თაობის ომი არის. მესამე სატელიტები ჩაერთო თუ? კი, მაგის გამო და ბევრი სხვა რაღაცის გამო თვითონ მიდგომას და გეგმარებას და თვითონ ოპერაციის განხორციელებას, მაგრამ მესამე თაობის ომის ელემენტებსაც მოიცავს. ანუ მეოთხე თაობის ომი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი განსხვავებულია მესამე თაობისგან. მესამე თაობის ომის ელემენტებს მოიცავს თავის მხრივ მეოთხე თაობის ომი. კი ბატონო. და მას შემდეგ, ეხლა ჩვენ ისე უყურებთ ყოველთვის რუსეთის შეჭრას უკრაინაში, რომელიც ასევე მეოთხე თაობის ომად შეიძლება. მეოთხე თაობის ომია ეს უკვე გარდამავალი მეხუთე თაობის ომისკენ, რომელშიც უკვე გამოჩნდება ხელოვნური ინტელექტის ბევრად უფრო სერიოზული ჩართულობა იქნება, ვიდრე ეხლა არის და რობოტიზებული სისტემების, როგორც ინდივიდუალური რობოტი ჯარისკაცები, უკვე იქნება მთელი რიგი ნიმუშები და ასევე რობოტიზებული სახმელეთო ტექნიკა მართვაში ხელოვნური ინტელექტის აქტიური გამოყენებით. აი ზუსტად ეგ არის ჩემი კითხვა, რომ ცოტა უფრო გავავრცოთ, რომ ჩვენ უყურებთ მეოთხეს, ჩვენ ვნახეთ მესამე, ვნახეთ მეორე, პირველი, ასე ვთქვათ, ისტორიულად თუ გადავხედოთ. პირველი ნაპოლეონის და ამერიკის სამოქალაქო ომი იყო. მეორე იყო უკვე პირველი მსოფლიო ომი, სადაც ხაზოვანი ტაქტიკით შეტევა ხდებოდა, მაგრამ სამხედრო ტექნიკაც გამოიყენებოდა ცხენებთან ერთად. მეორე მსოფლიო ომი იყო უკვე მესამე თაობის ომი, სადაც დაჯავშნული უბრალოდ მექანიზებული დაჯავშნული ქვედანაყოფების მანევრული ბრძოლები ხედავდით და უკვე მეოთხე თაობის მესამედან მეოთხეში გარდამავალი იყო ისევ და ისევ სპარსეთის ყურის ომი და 2003 წლის ომი უკვე იყო ჩანასახი მეოთხე თაობის ომისა და ტიპიური ასე ვთქვათ სრულფასოვანი მეოთხე თაობის ომი შეგვიძლია დავარქვათ უკვე იმას, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ. კი ბატონო. და ცოტა თეორიაში რო გადავიდეთ, როგორი შეიძლება იყოს მეხუთე თაობის ომი? მეხუთე თაობის ომი მოიაზრება 21 საუკუნეში თეორიაში წარმოებადი ომები რაც შეიძლება იყოს ამის ძირითად განსაზღვრებად არ ვიცი ხა რამდენად სწრაფად განვითარდება 21 საუკუნეში ადამიანთა რასა გამოჩნდება თუ არა მეექვსე თაობაში გადავალ თუ არა მაგრამ ეს იქნება უფრო წეღან რას ვთქვი რა რობოტების მასიური ჩართულობით რობოტების ჩართულობით ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით აქტიური ჩართულობით და ომის გარკვეული ელემენტები გადავა კოსმოსში ასევე კოსმოსში ხო ანუ კიბერი თავისთავად მაგრამ კიბერ ელემენტს მეოთხე თაობის ომიც მოიცავს და მეხუთე თაობის ომი უკვე კოსმოსურ სივრცესაც მოიცავს რა კოსმოსური სივრცეს რა თანამგზავრების განადგურების თემა აი მაგალითად კოსმოსში შეიარაღების გატანა ცივი ომის პერიოდშიც იყო დოქტრინებით განსაზღვრული და იყო მთელი რიგი გეგმები რომ ბირთვული შეიარაღება და კინეტიკური გამანადგურებელი ელემენტები უნდა გაეტანათ კოსმოსში ვარსკვლავური ომების პროგრამა გეცოდნება ამაში საბჭოთა კავშირიც იყო ჩართული და ამერიკას და საბჭოთა ვარსკვლავური ომების პროგრამის ელემენტები სხვადასხვა საქართველოსიც იყო განლაგებული მათი ნანგრევები ნარჩენები დღემდე რჩება ჩვენს ტერიტორიაზე და ალბათ ფიზიკურ განხორციელებას მაშინდელი დოქტრინები ვარსკვლავური ომების უკვე ამ მეხუთე თაობის ომებში მიიღებს, როდესაც კოსმოსში შესაძლებელია გაიტანონ უკვე ბირთვული ქობინები, გაიტანონ კინეტიკური გამანადგურებელი ელემენტები, რომელიც კოსმოსიდან, კოსმოსური პლატფორმიდან შეიძლება იქნას გამოშვებული და ხმელეთზე გაანადგუროს დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში სხვადასხვა სამიზნეები და ასევე
სხვადასხვა სისტემები, რომელიც შემდეგში შეიძლება იქნას წინა პლანზე წამოწეული. თუმცა ისევ და ისევ ძირითადი წილი უფრო აი ამ რობოტებზე იქნება. თუმცა აქ მეხუთე თაობის ომზე როცა ვლაპარაკობთ, არიან მთელი რიგი მკვლევარები, სამხედრო თეორეტიკოსები, რომლებიც მეხუთე თაობის ბაზს არც განიხილავენ, მაგრამ ნუ ძირითად ნაწილში მეხუთე თაობა არსებობს, მეხუთე თაობის ომები ეხლა იწყება, მაგრამ ჩანასახში არის რა. ხო. დაახლოებით იმ პერიოდში ვართ, აი როგორც 80-იანი წლების ბოლო პერიოდი რა, 80-იანების ბოლო პერიოდი, როდესაც მეოთხე თაობის ომები იწყებოდა უკვე. კი. ეხლა პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის თვალსაზრისით პანდორას ყუთი დაღებულია, ხელოვნური ინტელექტის შემუშავება მიმდინარეობს. ეს არ გაჩერდება, მიუხედავად იმისა, რა კანონებს მიიღებენ, რა რეგულაციებს მიიღებენ დასავლეთში, ის ქვეყნები, რომლებიც ამ რეგულაციებს მაინდამაინც არ ცნობენ, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, საერთოდ არ აინტერესებთ ეს თემები და ყოველთვის იქნება მუშაობა, ასე ვთქვათ, გამანადგურებელ იარაღით, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით. პლუს ამას ხელოვნური ინტელექტის და ზოგადად ტექნოლოგიების მასიური გავრცელება პლანეტაზე, რასაც ხელს უწყობს ინტერნეტის არსებობა, ხო? და პლუს ამას ხელოვნური ინტელექტი დაემატა ბოლო წლებში, ქმნის საფუძველს იმისა, რომ შემდგომი 10 წლებში წარმოებული ომები და ეს მეხუთე თაობის ომებიც განხორციელდეს ბირთვული შეიარაღების ბევრად უფრო ფართოდ გავრცელების პირობებში. და რაღაცა პერიოდის შემდეგ უკვე მესამე მსოფლიოს ქვეყნებს გაუშვით ბირთვული იარაღი, მაგალითად ისეთ ქვეყნებს როგორიც არის სომხეთი, აზერბაიჯანი, იმედია რომ ჩვენც ვიქნებით ამ თემაზე სხვადასხვა ხშირად არა, მაგრამ ხანდახან ლაპარაკობ ხოლმე და დიდად სერიოზულად ვერ უყურებს ხალხი ამ თემებს, იმიტომ რომ timeline-ს არ უყურებენ, როგორ მოვედით დღემდე პირველი მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ხო? თუ კი პირველი მსოფლიო ომის დროს რაღაცა საჰაერო თავდაცვის სისტემები იმ პერიოდში იდგავდა ფეხს და უკვე პირველი პრიმიტიული ავტომატიზირებული ცეცხლის მართვის სისტემები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩნდება, დღეს საჰაერო თავდაცვის სისტემებში შემავალი ცეცხლის მართვის სისტემები ყველა ქვეყანას აქვს, ხო, შეიარაღებაში. მით უმეტეს ტემპები სამხედრო ტექნოლოგიების გავრცელებისა დღეს ბევრად უფრო სწრაფი არის. ამიტომ ყველაფერი მიანიშნებს იმას და ლოგიკურად ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ მე-21 საუკუნის ბოლოსკენ პლანეტამ თუ კიდე იარსება მაგ პერიოდში ბირთვული ტექნოლოგიები და ბირთვული იარაღი საშუალო დონეზე განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილს ექნება რა. კი, აი ეს ყველაფერი იმითაც არის განპირობებული, ხო ჩვენ ინდიკატორებს ხედავთ იმისა, რომ დღევანდელი პოლიტიკური ვითარებით სოფლიოში არის შანსი იმის, რომ პატარა ქვეყნებმა მოინდომონ იმის მაგივრად, რომ ნატოს წევრები გახდნენ, ან რაღაცა კოალიციის წევრები გახდნენ, თავის თავზე ორიენტირებული იყვნენ და საკუთარ უსაფრთხოება ბირთვული შესაძლებლობებით უზრუნველყონ. ახლა გააჩნია ძალიან ბევრი რაღაცა არის გადაუწყვეტელი, ძალიან ბევრი რაღაცა არ ჩანს ჯერ ტრამპი ეხლა მობრუნდა მაგალითად იმისკენ, რომ რუსეთი პირდაპირ დაადანაშაულოს ომში და მოუწოდოს სხვა ქვეყნებს, რომ რუსეთის ომი აღარ დააფინანსო, ნახოთ იქით კვირაში რა იქნება, შეიძლება ესეც შეიცვალოს, მაგრამ საბოლოო ჯამში არის იმის ინდიკატორები, რომ შესაძლოა პატარა ქვეყნებს, ну შედარებით პატარა საუდის არაბეთს მაგალითად, მოუნდეს ბირთვული პროგრამის შექმნა, ბირთვული იარაღის განვითარება და სულაც არ არის გამორიცხული, რომ პირველ ეტაპზე დაიწყება, კი, პირველ ეტაპზე დაიწყება ცოტა დიდი ქვეყნებით, ევროპაში გამოჩნდება ქვეყნები, რომელსაც ბირთვული იარაღი გაუშვებათ, გერმანია, პოლონეთი, თურქეთი, იქით უკვე დიდი ქვეყნები რაუცი, ესპანეთი, იტალია და მიყვება, მაგეთ მიდის ლოგიკურად ყველაფერი თუ რაღაცა რადიკალური არ მოხდა, რაც მკვეთრად შეზღუდავს ამ ტექნოლოგიების განვითარებას მსოფლიოში, ხო? ეგ ცოტა სხვა მიმართულებით წაიყვანს ყველაფერს, მაგრამ დღესდღეობით რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოს ამ პატარა ქვეყნების იმ დონეზე, რომ მათ აღარ მოუნდეთ ასეთი ტიპის ტექნოლოგიების განვითარება. ინტერნეტში არსებული დღესდღეობით არსებული ინტერნეტში არსებული ინფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის ესე მასურად გავრცელება ხელს უწყობს ამას, რომ რეალურად დღესდღეობით ინტერნეტში დევს ძალიან 99% დევს ინფორმაციის, რომლის მოგროვებით და სწორი ანალიზის გაკეთებით ნორმალურ დონეზე განვითარებულ ქვეყანას შეუძლია ბირთვული დამოუკიდებლად შექმნას ბირთვული იარაღი.
ხა ზოგიერთ შეიძლება გაიღიმოს ამაზე, მაგრამ ვინც რეალურად იცის ეს საკითხი, ყველა დამეთანხმება ამაში. განსაკუთრებით ამ ყველაფერს ეხმარება ინფორმაციის ანალიზის კუთხით ხელოვნური ინტელექტი, რომელიც 5 წლის მერე კიდევ უფრო სერიოზულად იქნება დახვეწილი, ვიდრე ახლა არის. სულ რაღაც 2-3 წელია გამოჩნდა და უკვე სერიოზულ დონეზე არის გასული. პირველ წელს ბევრად უფრო პრიმიტიული იყო, ახლა საერთოდ სხვაგან არის. კი, მე მახსოვს პრაქტიკულად თვალსადახელშუა როგორ განვითარდა. თავარი იქნება ის ბირთვული მასალების მოპოვება, მოძიება და ასე შემდეგ რა. ეგ იქნება ძირითადი პრობლემა და არა ის თუ უშუალოდ როგორ შევქმნათ ტექნიკურად როგორ შევქმნათ ბირთვული მუხტი. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ. გთხოვთ ისევ რომ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები აქტიურად კომენტარებში. გთხოვთ ასევე დააფიქსიროთ მოგწონთ თუ არა სამხედრო მიმოხილვები, სხვადასხვა ომები, შეიძლება თუ დაინტერესება გამოჩნდა ამ მიმართულებით, შეიძლება გიგავს თხოვოთ რომ კიდე რამდენიმე ამ მიმართულებით ჩავწეროთ. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და შევხვდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 20 საათს.